საამშტობისა მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს, კალანდობას, მოკლედ გურიაში მას კალანდობას ეძახიან. დგავენ ჩიჩილაკს ხომებ, ჩიჩილაკი ეს არის ბასილი დიდთან დაკავშირებული, მოკლედ ბასილი დიდის წვერებსაც ეძახიან ხომ მას. ძველი ქართული ტრადიცია ეს არის და მოკლედ მეკვლეს ეძახიან ხოლმე ფერხავს. და მოკლედ ღმერთმა არც ოჯახში და არც ჩვენს სამშობლოს კეთილი გულის ფერხავი არ გამოუვლიოს ქართველი ადამიანების სახით, მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ჭირისუფლების და ფერხავების, ანუ მეკვლეების ჩვენ ვართ. რა გულითაც დავიარებით ჩვენს სამშობლოში და ჩვენს ქვეყანაში, ისეთ იქნება ჩვენი სამშობლოს და ჩვენი ქვეყანაც, იმიტომ რომ კოკასაშინა რაც ადგას, იგივე წარმოდინდების, ანუ რა გულიც გვაქვს, იმ გულით დავდივართ ყველგანს, ოჯახშიც, სოფელშიც, ქალაქშიც, რეგიონშიც და მათ შორის სამშობლოში და მთლიანად სამყაროში. დღევანდელი საუბრის თემა კი გვაქვს ზუსტად იმისთვის მომზადება, რომ იქნებ ახალი წლის მერე, ისე იგი უფრო უკეთესად შევხვდეთ ამას, ანუ ყველა რაიმე ზეიმი და დღესასწაული, თუმცა ახალ წელთან ერთად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხვალ ბასილი დიდის ხსენება, ამიტომ ქვია იმას ჩიჩილაკს ბასილი დიდის წვერები, ბასილი დიდის ხსენებაა და უფლის წინადაცვეთის დღე არის. გილოცავთ ყველას ერთად ამ შესანიშნავ მოკლედ საშუალებებს იმისა, რომ უკეთესები გავხდეთ, რომ ნებისმიერი ზეიმი და ნებისმიერი თარიღი იმისთვის არის, რომ გავხდეთ ადამიანები უკეთესები, თუ უკეთესები არ ხდებით, მაშინ არც თარიღს, არც დღესასწაულს თავისთავად მოკლედ აზრი არ აქვს, ესე რომ ვთქვა ჩვენთვის, კონკრეტულად ჩვენთვის, თორე ისე ზოგადად როგორ არ აქვს მას აზრი. ეხლა დღესაც შეეხება ჩვენ უნდა ვისაუბროთ აი ცოდვის განვითარებასთან შესახებ, ცოტა ნელა მივახლოვდეთ ამ ადგილს და მინდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ისე იგი წანამძღვრება გავაკეთო, რომ ანუ ნახეთ როგორ არის სულიერი ცხოვრება. ანუ სულ ვიზახხობ ამას, რომ თუ ჩვენ სულიერად სწორად არ ვიცხოვრებთ, არ ვისწავლით სწორად სულიერ ცხოვრებას, მაშინ ანუ კიდე გეუბნებით, ვიქნებით ყოველთვის ვიღაცის, როგორ გითხრათ, იცი, აი ქარი საიდან დაუბერავს, იქითკენ გაგვაქანებს. ანუ არასოდეს არ გვექნება შინაგანი სიმყარე, რაზეც ჩვენ ანუ უნდა დავემყაროთ, ხო? ანუ აი ქრისტოცენტრული აღარასოდეს არ იქნება ჩვენი ცხოვრება. იქნება ჩვენს შინაგანში რაღაცა ესე რომ ვთქვათ, აი საყრდენი იქნება ან ვიღაცის აზრი, ან იმის აზრი, ან მამა გიორგის აზრი ან რაღაც. ანუ სადღაც ჩვენ ქრისტე უნდა შევიყვაროთ ისე, როგორც პიროვნება, რომ ის იყოს ჩვენი შინაგანი სიმყარის ნაწილი. თუ ეს ჩვენ არ გავაკეთეთ, ხო? ანუ კიდე გეუბნებით, ჩვენ თვითონაც გაგვიჭირდება სულიერი ცხოვრება. ჩვენ თვითონაც გაგვიჭირდება და მერე კიდე, რა თქმა უნდა, საფრთხილი, ესე იგი საფრთხის შემცველი არის ზოგადად ესეთი მდგომარეობა. ამიტომ ყველაზე მთავარი, სადაც ადამიანის შინაგანი სულიერი ცხოვრება და ის სიმყარე უნდა შექმნასაც შინაგანად, ეს არის ადამიანის გული. ამაზე ვილაპარაკეთ, ბევრს მოკლედ აღარ გავაგრძელებ ამაზე საუბარს. ანუ სულიერი მსახურება თუ არ ისწავლა ადამიანმა, ანუ სულში შინაგანად, ანუ გონისმიერი მსახურება არ ისწავლა და ღვთისმადლი არ მოვიდა ადამიანის გულთან, არ გამონთავისუფლდა ადამიანის გული, ადამიანის ანუ სულმა თუ არ დაიწყო მოქმედება სულიწმინდის მადლთან ერთად და გონება არ დაუბრუნდა, როგორც ენერგია სულს არ დაუბრუნდა, ძალიან გაუჭირდება ადამიანს ზოგადად ცხოვრება, სულიერი ცხოვრება, იმიტომ რომ მას ყოველთვის ცოდვა დაიტანს. აი ნახეთ ახლა დღეს რა ხდება, დღევანდელი წანამძღვრება რო გავუკეთოთ. დღეს ყველანი ცდილობენ იმას, რომ ისე იგი აი ეს სულიერი ცხოვრება, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს კი არ იყოს პირველადი ადამიანებისთვის, ეს კი არ ვასწავლოთ ადამიანებს, ამაში კი არ შეუწყოთ ხელი ადამიანებს და ანუ მაგალითად 80% ამაზე კი არ ვესაუბრებით ადამიანებს, არამედ 80-90% ვესაუბრებით გარკვეულ, ისე იგი აი მართლმადიდებლობის იდეოლოგიზაციაზე ვართ გადასული. ანუ
ოპონენტებსაც ეს უნდათ, ზოგადად ბოროტ სულს უნდა რა, რომ ადამიანი არ შეიცვალოს. ადამიანმა იფიქროს ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ სულიერი ბრძოლა ისწავლოს და გულში ბრძოლა გამოუცხადოს ბოროტს, რომელიც უნდა გამდევნოს გულიდან. ანუ ადამიანმა ძალა დახარჯოს ნებისმიერ რამეზე, აი ყველაფერზე იბრძოლოს, აი სადღაც მისცემს ყოველთვის მიზეზს და მოგცემს ყოველთვის საშუალებას იმისას, რომ რაღაცნაირად ეს ჩვენი სულიერი ძალები, სურვილი იმისა, რომ თავისუფალი ვიყო, სურვილი იმისა, რომ რაღაცა შინაგანი სიმყარე გამაჩნდეს, ანუ ჰაერის წისქვილებთან ბრძოლაში უნდა დამახარჯინოს მთელი ძალები და არა იმისთვის, რომ თავარი ბრძოლა რაც არის, ქრისტიანი ადამიანისთვის თავარი ბრძოლა რაც არის, ეს არის გულისმიერი ბრძოლა. ანუ კიდევ ვიძახე 90% ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ და მერე შეიძლება ვისაუბროთ ქრისტიანი ადამიანის როგორც გამოსულს საკუთარი თავიდან, ეს არის თქვათ იგივე ამ ქვეყნის მოქალაქე, იგივე რაღაცა სოციალური არსება და დანარჩენი რითიც შეიძლება ადამიანი მოკლედ იმას აქვთ, ხო, პოლიტიკური, სოციალური და ასე შემდეგ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენთან ასე ხდება, იმიტომ რომ სულიერი ცხოვრების ესე რომ ვთქვათ, არ ვიცით ჩვენ, ამის გამოცდილება არ გვაქვს და რაწამს ამის გამოცდილება არ გვაქვს, ჩვენ მოკლედ პირველ რიგში, ესე რომ ვთქვათ, მიზეზთან მიზეზებს კი არ ვეძებთ, არამედ თავარი რაც არის, ის გვაქვს ისე იგი გადატანილი სხვა რამეზე. ამიტომ ხდება ის, რომ ადამიანები შინაგანად ცარიულები არიან, აი ნამდვილი თავისუფლება, ნამდვილი შინაგანი სიმყარე, ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი გულმოწყალება, ნამდვილი სიმშვიდე, ნამდვილი თავმდაბლობა, მორჩილების არსი არ იცის ადამიანმა და როდესაც ეს არ ვიცით, ადამიანებმა თავისთავად ვართ დაბნეულები. ძალიან დაბნეულები ვართ, მოკლედ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენი საუბრებიც არის შემავსებელი კი არა, ალბათ სხვა მოძღვრებთან ერთად, რომლებიც ამაზე საუბრობენ, რომ სულიერი ცხოვრება, შინაგანი პირველი სულიერი ცხოვრება, ეს არის უმთავრესი ადამიანის ცხოვრებაში. და ამიტომ ნახეთ როგორ არის დღეს ყველანი ცდილობენ ამას, რომ იდეოლოგიზაცია მოახდინონ მართლმადიდებლობისა და ჩვენ სხვათა შორის ამაში ხელს უწყობთ, ჩვენ ამაში უფრო უკეთესად გრძნობთ თავს, აქ უფრო თითქოს ვერ ყვევით რაღაცეებში, აქ უფრო ინფორმირებულები ვართ, ესე რომ ვთქვა, ტელევიზიიდანაც, ინტერნეტიდანაც ამაზე უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდიან, პოლიტიკოსები იქნებიან, ანალიტიკოსები იქნებიან, სოციოლოგები იქნებიან, სხვადასხვა, ესე რომ ვთქვათ, იდეის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები, რომლებიც თავისთავად ცუდი კი არ არის, ესე ცალსახად ცუდი კი არ არის, ალბათ საჭიროა, მაგრამ თავის ადგილას უნდა იყვნენ და ამიტომ ქრისტიანი ადამიანებიც თავისთავად ამაში ვართ ჩართულები სამწუხაროდ და პირველი მანდ გძნობთ, უკეთესად გძნობთ თავს, იმიტომ რომ მანდ ფიქრი შეგვიძლია, მანდ მსჯელობა შეგვიძლია, მანდ რაღაცა ოპონირება შეგვიძლია, მანდ პასუხისგაცემა შეგვიძლია, მაგრამ ბევრჯერ მithქვამს, სულიერ ცხოვრებაზე შეგეკითხება თუ არა ვინმე რამეს, იმ წუთში ჩუნდები, მე ბევრჯერ ყოფილა, რომ ქრისტიან ადამიანებს, მართლმადიდებელ, ამხსარებელ, მაზიარებელ ადამიანებს შევეკითხები რაღაცას, წმინდად მართლმადიდებლურ სულიერ ცხოვრებაზე, ადამიანები 2-3 წინადადებას ვერ აბავენ ერთმანეთს. რაღაცაზე იდეა რო ქონდეთ და ոնց როგორ იცი, მე ეს რაღაცა ვიცი, რომ ეს მამა ამას იძახის, სახარებაში ესე წერია, ეს წმინდა მამა ამას იძახის, მე ასე ვცხოვრობ, მე ამას ვამხორციელებ, ასეთ ადამიანს ვერ ნახავ თითქმის, იშვიათია რომ ნახო, მაგრამ რაწამს ადამიანს გადაუყვან საუბარს იმაზე უკვე, რომ პოლიტიკაში რა ხდება, ეკონომიკაში რა ხდება, იმაში რა ხდება, რაღაცა სხვადასხვა ესე რომ ვთქვათ, ყოველდღიურ ყოფა ცხოვრებაში ჩვენს გარშემო რაც გვაკრავს გარშემო, მოკლედ იქ რა ხდება, იმაში მოკლედ რომ დაიქოქება ადამიანი პირობითად, ხო? რომ მიაწყობს წინადადებებს, ვერ გააჩუმებ ადამიანს, ლაპარაკობს, მოკლედ ვარ. მათ შორის მინდა ვთქვა, რომ არა ის უბრალოდ დიდი ხნის მრევლიც კი, მრევლიც, რომელიც დიდი ხანია ტაძარშია, მათაც კი უჭირს ზოგადად ამაზე საუბარი, სულიერ საკითხზე საუბარი. ვიღაცა რომ მოვიდეს და გითხრას, ცოდვა როგორ დავამარცხო, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. ცოდვა მაქვს, ვნება მაქვს, როგორ დავამარცხო. რა უნდა უთხრა, პოლიტიკაზე უნდა ელაპარაკო ადამიანი, ეკონომიკაზე უნდა ელაპარაკო, თუ რაზე უნდა ელაპარაკო.
ანუ შენ კონკრეტულად გეუბნება ადამიანი, რაღაცა ვნება მაქვს, ხო? აი ეს ვნება შენ რო გქონდა, როგორ დაამარცხე? ცოდვა, ანუ როგორ შემოდის ვერ ხვდები, ანუ თქვენ როგორ უყურებთ ამას ცოდვას, ანუ რა არის, ამაზე საუბარიც არის ის ადამიანმა. თვითონ ვერ ესაუბრება ვერაფერს, იმიტომ რომ სულიერი ცხოვრება თვითონ არის ის ადამიანმა და მათ შორის მინდა გითხრათ, ამიტომ არის ამაზე არის იმიტომ საუბარი, რომ ანუ ადამიანს ანუ ურჩევნია ამებზე ისაუბრო, აი ყველაფერზე ისაუბრო, აი სულიერ ცხოვრებაზე ხო საუბრო. გამოჩნდება ვიღაცა და გეტყვის, ამაზე ხო საუბრობს, ანუ პოლიტიკაზე გადაგიტანს, ვიღაცა იმას რატო აკეთებს, ამას რატო აკეთებს, ის რომ იმას ხო თავის ადგილი აქვს. აი ხა ნახეთ, აი საუბრობ თუ არა ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე, იმ წუთში ეწყება ადამიანს ბრძოლები, იმ წუთში უნდა შემოაგდოს პოლიტიკა. იმ წუთში აი კითხვებს სვავენ, თქვათ, იმას კი არ შეგეკითხება ადამიანი მაგალითად, რომ ცოდვა როგორ დაამარცხოს, არა, ანუ აიქ რა ხდება, ის მთავრობა როგორ, ის მთავრობა როგორ, ის რო შემოდის, ეს რო შემოდის. ანუ ამაზე კი არ უნდა ადამიანს ლაპარაკი. ანუ ყველანაირი წეღა რაც ვთქვი, ხო, აი იდეოლოგიზაცია. მთავარია რომ იდეოლოგიზაცია მოხდეს და მთავარზე არ ილაპარაკო. აი ეს ადამიანი, რომელიც თქვათ, აი ამ პოლიტიკას შემოაგდებს და იმას შემოაგდებს, რატო აკეთებს ამას? იმიტომ რომ ყველანაირად ცდილობს, რომ ადამიანის ისე იგი ძალთა რესურსი არის პატარა. მაგრამ ცდილობს, რომ ადამიანის ძალების რესურსი, რაც არის შეზღუდული, თავისკენ გადაწიოს. ანუ უნდა რომ ადამიანმა პირველ რიგში კი არ ისწავლოს სულიერი, ისე იგი შინაგანი ბრძოლა, შინაგანი სიმყარე, რომ მერე გამოვიდეს და ისი აკეთოს ის, რასაც მერე ვიძახით, მეორე, ანუ რაც მეორე ხარისხოვანია, ხო? ანუ ქრისტიანისთვის თავარი არის სულის ცხონება, იმიტომ რომ სახარება ეუნება, რომ პირველად ეძებდი სასუფეველსა ღვთისასა, სიმართლესა მისა და ყოველივე დანარჩენი შეგეძინება შენ. ანუ პირველი სასუფეველის მოპოვებაა, ხო? ჩემი ყველაზე მთავარი არის სასუფეველი მოიპოვო, მაგრამ რაც ამ სასუფეველზე და სასუფეველს ისე ვერ მოიპოვებ ადამიანი, თუ კი შინაგანად არ შეიცვალე, თუ კი შინაგანი სიმყარე არ გაიჩე, თუ კი ქრისტეცენტრული არ გახდა შენი აზროვნება, შენი ფიქრები, ყველაფერი რაც მერე გარშემო გაკრავს, ისე იგი ოჯახი, შვილები, ისე იგი მეუღლე, მშობლები, სამშობლო, პატრიოტიზმი, ყველაფერი ქრისტეცენტრული უნდა იყოს, ანუ ქრისტემ უნდა გასწავლოს დანარჩენი და ამიტომ ნახეთ როგორ არის მე რომ ქრისტეცენტრული გავხდი, ამას ცოტა მეტი ძალისხმევა ჭირდება და რაღაცა სახით იმას რა მოთხოვნა შენა გაქვს, რომ გინდა რომ ეს ჩემი შეზღუდული ძალები შენსკენ გადაჭიმო, ანუ ამას ისე იგი აი ეს ძალაობა მიდის, მიხვდით, ვიღაცა ადამიანი მოუწოდებს რომ ან მაგალითად ახლა სასულიერო პირი მე ვეუბნები ადამიანს რომ მეტი ძალისხმევა დაატანეთ იმას რომ ცხონებისთვის გაემზადეთ, იმიტომ რომ სამყარო სულ ესე ხდება, ცვალებადია, ხან ისა ხდება, ხან ესა ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია იქაც იღებდი ადამიანი მონაწილეობას და სწორ მონაწილეობას, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგავიწყდეს რომ თავარი ქრისტიანი ადამიანისთვის არის ცხონება. სულის ცხონება მთავარი და ამის მერია დანარჩენი. ანუ მე ქრისტიანი ცხონების გზაზე მდგარი უნდა ვიყო და მე უნდა ვიყო კარგი დედა, კარგი მამა, კარგი შვილი, კარგი ოჯახის წევრი, კარგი ნათესავი, კარგი ამ ქვეყნის მოქალაქე, სამშობლოს მოყვარული და პატრიოტი ადამიანი. აი, ესეთი უნდა ვიყო, ანუ და ჩვენ არ გვაცდიან ერთ რამეს, ჩვენ არც მანამდე ქონდა საუბარი და დღესაც არ გვაცდიან იმას უბრალოდ, რომ ქრისტიანებად ჩამოყალიბდეთ, ანუ შინაგანად ქრისტიანად ჩამოყალიბდეთ. აი საუბრობ ადამიანის სულის ცხონებაზე, საუბრობ სულიერ საკითხებზე და იმ წუთში უნდა შემოვიდეს ვიღაც აუცილებლად და ისე იგი შემოაგდოს რა, აი როგორ გითხრათ, იცი? აი როგორც იმან ევარო 60-ში იყო თქვათ, აი 60-ისეული მას ანუ და ღმერთის შემეცნება იყო მისთვის მთავარი და უცებ შემოაგდებს ვიღაცა რაღაცას, ანუ ეშმაკმა როგორ შემოუგდო იქ რომ ამაზე კი ნუ ფიქრობ, იმაზე იფიქრე კაცო, აი ნახე როგორ დაგიშალა ღმერთმა ეს და ანუ ეს, ანუ იმ წუთში უნდა შემოვარდეს ასეთი რაღაცა. ამიტომ ჩვენ ყველაზე მთავარი რაც არის, ახლა დღეს გავაგრძელოთ მთავარი რაც არის სულის ცხონება. ყველაზე მთავარი ჩვენთვის დანარჩენი მერია ქრისტიანებო. თქვენ თუ ისწავლით სწორ სულიერ ცხოვრებას, თუ კი ჩვენ თავში დავამარცხებთ აუცილებლად ცოდვას, თუ კი ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩვენ წილი საქართველოს მოკლედ ესე რომ ვთქვათ, ანუ გულს განუწმინდავ და ჩვენ ქვეყანას ვაჩუქებთ ჩვენი სახით ერთ ისე იგი ცოდვასთან მებრძოლ კეთილკრძალულ ქრისტიან ადამიანს დამიჯერეთ ამაზე დიდი
ამ ქვეყნის გულშემატკივარი არავინ არ იქნება. მერე თვითონ ეცოდინება ამ ადამიანს იმ ადამიანებზე უკეთესად, ვინც თვლისო დღეს უფრო მეტად პატრიოტები არიან, არადა მთელი თავისი ცხოვრებისეული შეგნებით. ზოგი ადამიანი, აი მთელი თავისი ცხოვრებით ადამიანი ამ ქვეყანას მტრობს. ამ ქვეყანას მტრობს, აღარ იმას ვიზავ, რა ქვია, გავაგრძელებ. აი მთელი თავისი იმით, იმიტომ რომ ეს ქვეყანა მართლმადიდებლური ქვეყანაა, ეს ქვეყანა ქრისტიანული სულისკვეთების ქვეყანაა და ამიტომ მთელი მისი ცხოვრებით, ისე იგი ცოდვას ჩადის მოურიდებლად, ისე იგი არ ჩამოუთვლი ამას, ხო, მაგრამ პატრიოტია. აი მთავარია რომ პატრიოტია, იმიტომ რომ იმ თავის სულიერ მანკიერებას ადამიანი გადაფარავს რითი? პატრიოტიზმით. ამიტომ ცდილობს ახლა ადამიანი თქვათ, რომ იმ ცოდვის ისე იგი ცოდვასთან ბრძოლაში კი, იმიტომ რომ თვითონ არ ბრძოლობს ცოდვასთან და როცა თვითონ არ ბრძოლობს ადამიანი ცოდვასთან, ამიტომ ვიღაცასაც არ აცდის ამას, იმიტომ რომ იმარატო უნდა იბრძოლოს, იმიტომ რომ შინაგანად განიწმინდება. ის უკვე გონიერი იქნება, მას შეიძლება იმ მასზე უკეთესიც კი იყოს, მასზე მეტად შეიყვაროს ქვეყანა, მასზე უფრო მეტი კარგი საქმე გაუკეთოს ამ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანი აკეთებს. ამიტომ ჩვენ უბრალოდ დღეს დრო არ აგვაქვს და რის დრო არ აგვაქვს, იცი, კარგი გონიერი ხუროთმოძღვრები უნდა ვიყვეთ ჩვენ, რომ ჩვენ შევძლოთ პირველ რიგში არ მივატოვოთ სულიერი ცხოვრება, პირველ რიგში მთავარი რაც არის მიზეზთა მიზეზი, რომ ცხონების გზას არ მოწყდე და სულიერი ცხოვრება ვისწავლოთ და ცოდვასთან ბრძოლა ვისწავლოთ, ვნებებთან ბრძოლა ვისწავლოთ, საკუთარ ჩვევებთან, საკუთარ ქმედებებთან, ჩვევებთან, თვისებებთან ბრძოლა ვისწავლოთ და ასე შევუდგეთ თან საკუთარი ოჯახის და ჩვენი სამშობლოს მოკლედ კეთილდღეობის მოწყობას. ეს არის უმთავრესი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ამიტომ გადავიდეთ ახლა, ხო, რომ ისე იგი ჩვენ რომ რისი თქვა მინდოდა კიდე რომ ჩვენ რაწამს იდეოლოგიზაციისკენ მივდივართ მართლმადიდებლობისა, რასაც ჩვენივე თითქოს, ანუ იმის საფარქვეში, როგორ ვთქვათ, იცი, აი კეთილი სიკეთის საფარქვეში დგანან ადამიანები, რომლებიც თქვათ აქეთკენ გიბიძგებენ, იცოდეთ, იქ ყოველთვის მარცხდება ქრისტიანი ადამიანი. ქრისტიანი ადამიანის სიძლიერე არის რაში, იცით, სულიერ ცხოვრებაში. ანუ მე შემიძლია ისეთი რამეზე გესაუბრო, აი ხა მე რომ მითხრან ვინმე რომ წამოდი სადღაც, აი თქვათ პოლიტიკოსები იკირებებიან რაღაც, ნებისმიერ ადგილას წავალ. რატომ წავალ, იცით, მე მაქვს იქ მისატანი და სათქმელი რამ, რაც მათ არ აქვთ. ანუ მათთან რომ მიხვალ ძალიან ძნელია იმ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რასაც ისინი ყოველდღე აკეთებენ, იმაში შენ აჯობო ვინმეს. ამაში გვითრევენ მართლმადიდებელ ეკლესიას, გამიგეთ, ყველაზე მთავარი რომ იდეოლოგიზაციაში გვითრევენ, სადაც ის ადამიანები, ვინც გვითრევს იქითკენ, უკეთესად გძნობენ თავს და ისინი თავზე მოასხდებიან, ესე რომ ვთქვათ, ანუ ისინი მეთაურები გახდებიან მართლმადიდებელი ადამიანებისა. ამიტომ ნახეთ, როდესაც მე ძლიერი ვარ შინაგანად, სულიერი ცხოვრება ვიცი. მე ვიცი, სადაც არ გინდა მივიდე, ეხლა რომ დამპატიჟონ და მითხრა, მაგალითად, აკადემიკოსებთან, ხოლმე დიდი განათლება არ მაქვს, საერთოდ გაუნათლებელი ადამიანი ვარ, სკოლა მაქვს დამთავრებული. ანუ მე რომ წავიდე ეხლა სადმე დამპატიჟონ აკადემიკოსებთან, დიდი ისე იგი მოაზროვნე და ჭკვიან ადამიანებთან, ნახეთ რა არის თავარი, მე რომ იქ მივიდე, მე ისე იგი დაუფიქრებლად წავალ, რატო? იმიტომ რომ მე შემიძლია მივიტანო იქ ის, რაც მათ არ იციან. მე შემიძლია იქ მივიტანო ქრისტოცენტრული აზროვნება და ფიქრი რა არის. მათ ეს არ შეუძლიათ. აი ნახეთ რა არის და ამიტომ ჩვენ ყველანაირად ეცდებიან ეკლესიურ, ანუ როგორ გითხრათ, იცი, ადამიანის მთავარ საქმეს მოწყვიტონ ადამიანი, რომ ისე იგი აკეთებინონ ისეთი, ანუ იმ რაღაცაზე ალაპარაკონ, სადაც ისინი უკეთესად გძნობენ თავს. აი ხშირად მაქვს ხოლმე რომ მოუტრიალდეთ ამ ადამიანებს, აი ვინც არის ხოლმე რომ საუბრობს, მოუტრიალდები და ვეკითხები. მოდი ერთი ამაზე ხო ვისაუბრეთ, ხო? აბა ვეუნები, მოდი აბა სულიერ ცხოვრებაზე ვისაუბროთ ახლა. ცოდვაზე ვისაუბროთ, ცოდვაზე რა, რა ცოდვები გაქვს, ამაზე კი არა, ცოდვას როგორ ვებრძოლოთ. ანუ სულიერი ცხოვრება რას ნიშნავს, როგორ? აქ ჩუმად არის ადამიანი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ნახეთ, ისიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეა ამის მერე, ანუ სულიერ ცხოვრებაზე მერე. ამიტომ ქრისტიანებო, ჩვენ ვართ, აი ესე რომ ვთქვათ, ჩვენი ძალები, სანამ სულიერი ძალები არ გვექნება მოჭარბებული, ჩვენ ვართ, როგორ გითხრათ, იცით, შეზღუდული ძალებით. ამიტომ ყველანი ცდილობენ, ყველა, ანუ გარშემო გადახედეთ, გაჯიჯგნონ ადამიანი.
დაჯიჯგნონ ადამიანი, რომ ამ შეზღუდული ისე იგი ძალებიც კი თავისკენ გადაჭიმონ, თავისკენ წაიღონ, ანუ ამაზე აფიქრონ, სულ ამაზე კონდეს ადამიანს ფიქრი, სულ იმაზე კონდეს და ვერ მოიცალოს ადამიანმა საკუთარი სულისთვის. ამიტომ ვიძახი ერთ რამეს, ჩემი აზრი ესეთია, რომ ჯერ ვიფიქროთ სულისთვის, საკუთარი სულის ცხონებისთვის, ვისწავლოთ როგორ ვებრძოლოთ, ისე იგი საკუთარ თავში, ისე იგი ცოდვას, ვნებებს, როგორ გავანთავისუფლოთ საკუთარი სული. აი, აგიხსნით ახლა რა მდგომარეობაში ვარ ჩვენ, აი, კარგად მინდა რომ დაიმახსოვროთ ეს და მერე მოკლედ გადავიდეთ უკვე იმაზე, რაზეც ჩვენ ისე იგი უნდა ვისაუბროთ. აბა დავუკვირდით ახლა ესეთ რაღაცას. ჩათვალეთ, აი, თქვენთვის გასაგებად რო იყოს ესეთ რაღაცას ვიზავ. აი, გაიხსენეთ თქვა ბავშვობის, ესე რო თქვა, აი, ბავშვობის რაღაცა ტანსაცმელი, რაღაცა ტანსაცმელი ბავშვობისა. ესეთი ტანსაცმელი ბავშვობის არის ჩვენი ნათლობის კვართი, ანუ თეთრი კვართი, რითიც მოვინათლეთ. ეხლა წარმოიდგინეთ ეს კვართი, სადღაც აი ჩვენ რო ისინი გვაქვს რა, გარდერობსო ვეძახი და რაღაცა და ეს გარდერობი კი არა ყოველდღიური, აი სადაც შენახული გვაქვს რაღაცეები, ძალიან ძველი რაღაცეები რო შენახული გვაქვს, მტვერი რო არის და ყველაფერი, წარმოიდგინეთ ეს ნათლობის პირსახოცი აი იმ ძველი ნივთებისა, ძველი ტანსაცმელების სუბოლოში გდია. სუბოლოში გდია და ზედაყრია მაგას ყველაფერი სიძველი, ანუ ძველი ტანსაცმელი, ძველი დამტვერილი, გაუბედურებული, ანუ შიგნით რაღაცა ისე იგი ნესტის სუნია, ისე იგი რაღაცა ჩრჩილები არიან, მოკლედ დიდი უსუფთავობაა, მაგრამ აი ეს კვართი, რომელიც, ანუ ეს თეთრი კვართი, სპეტაკი კვართი, რომელიც ჩვენ ათლობის დროს მივიღეთ, ჩათვალეთ, ეს არის ჩვენი სულის მდგომარეობა, ეს არის ჩვენი სული, მაგრამ ეს არის ჩავარდნილი იქით. ქვემოთ არის ყველაფერი ზედაყრია და ეს ყველაფერი დაყრილი არის ჩვენივე არასწორი არჩევანით, ანუ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ვნებებით, ჩვენი, როგორ ვთქვათ, იცი, აი მისწრაფებებით, ჩვენი არჩევანით, ჩვენი მოკლედ დიდების მოყარეობით, ვერცხლის მოყარეობით, სიამოვნების მოყარეობით, ანუ რაც კი ადამიანს შეიძლება, ანუ ყველანაირად უცოდეთ, ანუ ცოდვები, ვნებები, ჩვევები, ყველაფერი ზედაყრია აი ამ კვართს, ანუ ზედაყრია ჩვენს სულს. ყველაფრით არის გადაფარული, აი გული აიღეთ და ეს გული აი ამ უწმინდურებით არის სავსე, მაგრამ გულის სადღაც კუნჭულში, კუთხეში არის ჩვენი სული. როგორც მაგალითად გითხარით, აი ესე მიყრილ სადღაც სათავსოში არის ჩვენი ნათლობის კვართი, რომელიც არის სპეტაკი და თეთრი, მაგრამ ზედაყრია ყველაფერი. ასევეა ჩვენი გულის მდგომარეობა, ანუ ჩვენი გული არის ერთი სივრცე, სადაც შეტანილი გვაქვს ჩვენი გონებით, ჩვენი ქმედებებით, ჩვენი ხუთი გრძნობის ორგანოთი, მთელი ეს წუთი სოფლისეული ნაგავი, ცოდვა, ანუ სულიერი, ფსიქიკური ყველაფერი, ისე იგი გაუკუღმართებული ყველაფერი აზროვნებით შეტანილი გვაქვს აი ეს მოკლედ ნაგავი და დაყრილია აი ამ გულზე. ეხლა ნახეთ, ქრისტიანი ადამიანის თავარი მოქმედება რა არის? ანუ ნახეთ, მე მოვედი ეკლესიაში და მივხვდი, რომ მე ეს კვართი უნდა ვიპოვო. ეს კვართი უნდა ვიპოვო და რას ვიწყებ, ხო? რა რთულია, ხო? ვიწყებ აი ამის და ესე არ არის, ეხლა ვიღაცას თუ გონია უცებ, ისე იგი გადმოუყრიმა ყველაფერს და ესე ამოარჩევ, არ არის. ანუ წლების განმავლობაში შეტანილი აი ეს უწმინდურობა და წლების განმავლობაში შეტანილი აი ეს არაფრის, ანუ რა ვთქვათ, აი არაფრის მომცემი ნივთები და ყველაფერი ნაგავი და უწმინდურობა, რაც ამ გულში არის, აი ამის ეს ერთიანად გამოტანა არ ხდება. მთელი სულიერი ცხოვრება რა არის? ეგ კვართი თუ არ ვიპოვე, ანუ სული თუ არ ვიპოვე, თუ ეს ნაგავი არ გამოვწიე, გამოვიტანე და გადავყარე, მაშინ მე დავრჩები ცხონების გარეშე. Ემიტომ რომ ეგ კვართია ჩემი მაცხონებელი. ეგ კვართი თუ არ ვიპოვე მე, ანუ სული თუ არ გამოვანთავისუფლე ამ ვნებებისაგან, რომელიც გულში არის შეტანილი და ჩაყრილი, მაშინ ადამიანი ვერ ცხონდება. იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი ეურთიერთობება სულს. ანუ ჩვენ რომ პიროვნება, მე რომ ღმერთთან ურთიერთობა მქონდეს, მხოლოდ იმ კვართში ჩაცმულთან ურთიერთობს ღმერთი ჩემთან. თუ კი ნათლობის კვართს ჩავიცმევ, თუ კი ნათლობის კვართს ვიპოვი და თუ კი ნათლობის კვართს თუნდაც ისე იგი
დამტვერილი არის და გაფუჭებულია პირობითად რო ვთქვათ, ანუ რაღაცა ის არის, ანუ ღმერთი მაგას გაასპეტაკებს ისევ. აუცილებლად გაათეთრებს, თუ კი ჩვენ მას ვიპოვით და ჩავიცმევთ ამ კვარს. ანუ სულს, რომელსაც ჩვენ აღმოვაჩენთ, ღმერთი მხოლოდ იმ სულთან ურთიერთობს. ამიტომ აბა დაუკვირდით ესეთ რამეს, რომ მე თუ ეს სული არ გამოვანთავისუფლე, ანუ მე რო ღმერთთან მივიდე, მე რო ღმერთთან ურთიერთობა მქონდეს, მხოლოდ სულით შეიძლება. რა სიძახის უფალი გაიხსენეთ, სული არის ღმერთი და მისთა თაყვანისმცემელთა სულითა და ჭეშმარიტებით თანაც თაყვანისცემა მისი. ანუ გამოდის რა, მე იმ სული, მხოლოდ სულთან ურთიერთობს ღმერთი. ღმერთი სულია, ის მას ანუ საღვთო მადლი აქვს და საღვთო მადლი მოდის და სულში მკვიდრდება. სულში მკვიდრდება, მხოლოდ სხვაგან არსად არ მკვიდრდება, მხოლოდ სულიდან გამოსული მადლი, რომელიც გონის საშუალებით, ანუ გონითი ნაწილი, სულის გონითი ნაწილით გამოდის და იწყებს მერე მთელი სხეულის მართვას, მთელი სხეულის დამწყემსვას, მთელი სხეულის მეუფეხდება ის, ანუ მეუფეხდება, რომელიც განაგებს მერე მთელ სხეულს. ანუ ნახეთ, მთელი ქრისტიანული მსოფლმხედველობა რა არის, რომ აი ამ ნაგვისაგან, რომელიც შეტანილი მაქვს მე, ეს უნდა გამოვიტანო, მაგრამ ნახეთ რა ხდება. გარშემო ეს წუთისოფელი ბოროტისული, ნახეთ იძახს, ამ ადამიანმა მთავარს მიხვდა. ამან დაიწყო სულის, ისე იგი, ცხონების გზაზე დაადგა, იმიტომ რომ დაიწყო სულის ძებნა. დაიწყო ამ ადამიანმა იმ კვართის მოძებნა, კვართის ძებნა დაიწყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იპოვოს მან ეს კვართი და ამიტომ ნახეთ, ჩაერთობა მთელი მისი ბოროტების მანქანა. ჩაერთობა მისი ბოროტების მანქანა და ვინები, ანუ თუ რა სისუსტეებიც კი ჩვენ გვაქვს, ზუსტად იმ სისუსტეებზე მოგვაწვება ჩვენ, აუცილებლად იმ სისუსტეებზე და ნახეთ როგორ არის. ადამიანებიც კი, რომლებიც ჩვენს გარშემო არიან, ისინიც კი ცდილობენ, რომ ოღონდაც ეს კვართი არ ვიპოვოთ. ნახეთ რას გვეუბნებიან. აი ნახე ეს ტანსაცმელი არ ჯობია? ნახე, აი ნახე ეს როგორ გიხდებოდა, გახსოვს ესა? როგორ გიხდებოდა ეს ტანსაცმელი? ნახე ეს რა ბრენდულია? ნახე ესა გახსოვს რამდენი გადავიხადეთ, ეს რამდენი ხანია დადებული გვაქვს, ხო? ანუ ნახე აი ეს ტანსაცმელი, ნახე ეს ოღონდაც, ნახე, ოღონდაც, რა გინდა ის კვართი? რას ეძებ კაცო იმ კვართს, როდინდელია, თან რა არის, არაფერი ის არ არის, არ გიხდებოდა, რავი, ისე იგი მაგითი გარეთაც ვერ გახვალ მაინც, ნახეთ რა არის მნიშვნელოვანი, მაგითი გარეთ მიუღებელი იქნები, გარეთ ვინ დადის მაგ კვართით, არავინ არ დადის მაგ კვართით, მაგრამ ადამიანი იძახისას, ქრისტიანმა ადამიანმა რა თქვა, არა, მე ეს კვართი უნდა ვიპოვო, ანუ მე სული უნდა ვიპოვო. ამიტომ წუთისოფელი ჩვენი საყვარელი ადამიანებთან ერთად, ჩვენი ოჯახის წევრები არიან, ხშირად ჩვენს გვერდზე მყოფი ადამიანები არიან, ყველანაირად ცდილობენ, რომ თავარ საქმეს მოგწყვიტონ. ამავე დროს გეუბნებიან, რომ ნახე ეს რა მართალი საქმე არ არის, სწორი საქმე არ არის, ნახე რა უნდა თქვა ადამიანმა, კი, ეს სწორი საქმეა ნამდვილად, მაგრამ მოვალ მანდ და მაგასაც გავაკეთებ, როგორც მე მთავარი საქმე მაქვს ჯერ გასაკეთებელი. აი ეს არის ქრისტიანი ადამიანის მთავარი დანიშნულება, ეს არის. ამიტომ ეს არ ესმის ადამიანებს, გამიგეთ, არ ესმით ადამიანებს და ყველანაირად ცდილობენ ჩვენი ეს ძალები, რომელიც ადამიანს აქვს, დაშალონ, მისკენ წამართონ ეს ძალები, რომ ანუ ეს ჩაიცვი, არ გინდა მაგდენი ძებნა, არ გინდა ეგძიება, ოღონდაც სული არ იპოვოს ღმერთმა. ეხლა მითხარით, სვავ კითხვას, კითხვის ნიშანი დავსვათ. ვის არ უნდა რომ ადამიანმა ეს კვართი იპოვოს, ანუ ვის არ უნდა ადამიანმა რომ სული გამოანთავისუფლოს, რომლითაც ღმერთთან ექნება ურთიერთობა. ვის არ უნდა? ბოროტ სულს, ხო? რატომ? იმიტომ რომ მას ყავს ადამიანი ჩაჭერილი. გახსოვთ, წინა საუბარში ქონდა რომ ადამიანის ნება აქვს მას, მოკლედ აღებული, დამორჩილებული და რასაც უნდა, მას რაც სურს, იმას აკეთებინებს ადამიანს. ამიტომ არ უნდა რომ მისი ნება, ადამიანის ნება ისე იგი დაიბრუნოს ადამიანმა და ამ ნებით ნება იყოს ჩემი, რომ ეს კვართი ვიპოვო, სული უნდა ვიპოვო. ამიტომ, როდესაც შენი ნება უკვე ართმევ ბოროტ სულს, ამაზე ღიზიანდება და რა თქმა უნდა აღძრავს შენს გარშემო იმ ადამიანებს, ისე იგი აღძრავს იმ ადამიანებს, რომლებიც მოკლედ რაღაცნაირად ამ საქმიდან აუცილებლად ეცდებიან რომ განგაშორონ.
აი ეს იცოდეთ ყველაზე მთავარი, პირველადი ეს არის და მერე დანარჩენი, კიდე გეუბნებით, ნახეთ, მერე დანარჩენი გონივრულად უნდა აკეთო, მერე დანარჩენი ადამიანმა. ეს არის მთავარი. უმნიშვნელოვანესი არის ეს. ეხლა რაც შეეხება მოკლედ, ანუ ეს ვილაპარაკეთ უბრალოდ ჩვენი მისწრაფება რა უნდა იყოს მოკლედ ღმერთისაკენ, როგორ უნდა წავიდეთ, პირველი რა უნდა იყოს ჩვენთვის და მნიშვნელოვანი და ეხლა ნახეთ, რაზეც დღეს ვისაუბროთ, ბევრს აღარ შეგაწყენ თავს, ძალიან მარტივ რაღაცა, აგიხსნით, ცოდვა როგორ იწყებს ადამიანში შემოსვლას, რომ ისწავლოთ, რომ ნახეთ, რა სიძახის მაცხოვარი, ნახეთ, წავიკითხოთ ეხლა, რა გვაქვს სასწავლი. როდესაც ძლიერი კაცი იარაღით იცავს, ეს არის ლუკა მახარებლის მე-11 თავის 21 და 23 მუხლები. ნახეთ, აბა უყურეთ ეხლა რას გვეუბნება ლუკა მახარებელი, ანუ მაცხოვარი რას გვეუბნება. როდესაც ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის. ნახეთ, როცა ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის. მერე, ხოლო როდესაც მასზე ძლიერი თავს დაესხმის და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიც ჰქონდა და ნადავლს გაანაწილებს. ანუ წაიღებს ნადავლს, რაც ადამიანს შინაგანად აქვს. და უფალი იძახის, ვინც ჩემთან არის, ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევსო. და შემდეგი, რასაც იძახის უფალი, ნახეთ, ეს უკვე ლუკა მახარებლის მე-12 თავის, ისე იგი 39 და მე-40 მუხლებია. ეს კი იცოდეთ, სახლის პატრონმა რო იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირგამოთხრას არ გაანებებდა. ხო? ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე. ანუ რას გვეუბნება წმინდა წერილი? სახლი ეს არის ჩვენი გული, ეს არის ჩვენი სულის, როგორც გითხარით. ანუ სახლი არის გული და სული არის ჩვენი განძი. ეს არის ის უდიდესი განძი, რომელიც ღმერთმა ჩადო ადამიანში. ამაზე დიდი განძი არ აქვს ადამიანს. ამაზე დიდი განძი არ არსებობს, იცოდეთ. ეს ანუ არც ხილული და არც უხილავი. ღმერთისმე, ანუ რა თქმა უნდა, ღმერთია ჩვენთვის ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი განძი, რაც კი ადამიანს გააჩნია, ეს არის მისი სული. გახსოვთ მაცხოვარი ძახის, რა მისცეს კაცმა ნაცვლად სულისათვისისა. ანუ თუ კი ჩვენ სულს ვიზღვევთ, რა უნდა მივცეთ? ანუ თუ კი ადამიანის სულს წარიწმინდავს, ანუ თუ ადამიანი ჯოჯოხეთს განიკუთვნებს, ჯვარი წერია ყველას, რა შეიძლება ადამიანმა საქმე აკეთოს, რომ ამად ღირდეს? შეუძლებელია რამე აკეთოს. ამიტომ მაცხოვარი იძახის, რომ მთავარი არის ადამიანი იყოს კარგი გუშაგი. ხო, კარგი გუშაგი, უფალი იძახის, რომ ისე იგი თუო სახლის უფალი, ანუ რას გვეუბნება, თუ კი სახლის პატრონმა რო იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ხო, იფხიზლებდა, ანუ ჩვენ გვჭირდება სიფხიზლე. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გვჭირდება გარკვეული სიფხიზლე. ეხლა ნახეთ, სიფხიზლე რასთან მიმართებაში და აი ახლა გეტყვით ზუსტად, რომ რაზე უნდა ვიყვეთ ადამიანები ყველაზე მეტად ფხიზლად. როგორ შემოდის ადამიანში მოკლედ ცოდვა. ეს არის, აი ნახეთ, ანუ ზედმიწევნით, ანუ პუნქტ, აი ესე გავყვებით ნაწილ და მიხვდებით. პირველი ნაწილი, როგორ შემოდის ადამიანში ცოდვა. ანუ სად უნდა ვიყვეთ ყურადღებით. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ცოდვა არ ჩავიდინოთ. გვახსოვდეს ერთი რამე. არსებობს მდგომარეობა ესეთი, ანუ ცოდვამდე, ცოდვის დროს, როდესაც ადამიანი ცოდავს და ცოდვის შემდეგი მდგომარეობა. დღევანდელ დღეს ჩვენმა ქრისტიანებმა, ანუ ზოგადად მეც მათ შორის და ყველა მოვირგეთ ერთი რამე. ნახეთ რა მოვირგეთ, კარგად ვისწავლეთ, შედარებით კარგად ვისწავლეთ, ისე იგი ცოდვის მერე როგორ მოვიქცეთ. და ესეც როგორ გითხრათ, იცი, ზედმიწევნით კი ვერ ვისწავლეთ, რომ ჭეშმარიტი სინანული გქონდეს. არამედ რა გავაკეთეთ, იცით? აი მივედი მოძღვართან, თქვი რაღაც ახსარება, ვთქვი და ეს ვისწავლეთ. ანუ ის რომ ცოდვამდე ვიცხოვრო, ან ცოდვის დროს ისე იგი შევიკავო თავი, არა.
ანუ ცოდვამდე ვერ ვამჩნევ ცოდვა რომ მოდის, ცოდვის დროს ძალიან მარტივად ვცოდავ, მაგრამ მერე როცა ჩავიდინე ცოდვა, როცა უკვე ყველაფერი გავაკეთე და ყველაფერი აღვასრულე, ანუ დავიზიანე საკუთარი თავი, აი მერე რა შეძლებაც გააქვს ადამიანს, რაც კი შემიძლია იქ ფურცელზე დავწერ აღსარებას და მამაოს მივაწვდი, ანუ აი მერე უკვე რაღაცას ვცდილობ, რომ როგორმე ეს ცოდვა მოვინანიო და სინანული კი არ მქონდეს, არამედ როგორმე მოვინანიო, რომ მოძღვარმა მღვდელმა მითხრას, რომ შენდობის ლოცვა წაკითხული გაქვს, მაშა სადამე შენ ეს გეპატია. აი ჩვენ ესე გავზარმაცდით, ნახეთ, წეღარაც გითხარით, უყურეთ, როცა ადამიანის ძალები არის შეზღუდული და სხვა რამეზეა მიმართული, ძალა აღარ რჩება ადამიანს სულიერი ცხოვრებისთვის, რომ რა ცოდვას, ანუ ძალა დიდი ჭირდება, რომ ადამიანმა ცოდვა არ ჩაიდინო, ცოდვამდე იცხოვრო. ან თუნდაც ცოდვის დროს, აი ავიღოთ რაღაცის თქმა რო გინდა და რო ერთი რო თქვი და მერე რო გაჩვენდე, ხო ძნელია. ამ დროს ამის ძალებიც, იმიტომ რომ ამას დიდი ძალა ჭირდება. მაგრამ ამორისთვის ძალა არ ყოფნის და რისთვისაც აი შემოგურჩება ხოლმე ძალა, იმიტომ რომ ჩვენ ამ სულიერ ძალებს გვართმევენ და გვიფანტავენ სხვადასხვა იდეოლოგიით და სხვადასხვა ფიქრებით და სხვადასხვა რაღაცეებით, ანუ გვთავენ რაღაცა ისე იგი არა ესე რომ ვთქვათ, აი ჩვენ თვითონვე ვერთობით, ახლა ვიღაცები გვთავაზობენ ამას, მაგრამ ჩვენ თანხმობას ვაძლევთ მაგას და ჩვენ ამ შინაგან ძალებს ვფანტავთ ადამიანებთან ურთიერთობაში, რავი, აი სადაც არ შეიძლება იქ ყველგან ფანტავთ ამას, აი უსარგებლოდ ვცხოვრობთ, ანუ სულიერად უსარგებლოდ ვცხოვრობთ და ერთადერთი დაღლილი ადამიანი, აი ცხოვრებით დაღლილი ადამიანი შეუძლია ერთი რამე, ანუ ყველაფრისთვის იცლის, ყველაფერში ძალებს ახარჯავს და ერთადერთი რაღაც რჩება აი ეკლესიურ ცხოვრებისთვის, ანუ სულიერი ცხოვრებისთვის რა რჩება, რა ცოდვამდე ვერა, ანუ ის რომ ცოდვა არ ჩაიდინოს, ეს არ შეუძლია, ცოდვის დროს ვერ იკავებს თავს და ისე იგი ცოდვაშიც თავიდან ბოლომდე გადაეშვება თავი და მერე ცოტა ძალები გაყოფნის, აი, მაგრამ ვიღაცას უკვე აღარ ყოფნის და ნახეთ ტაძარიც ამიტომ დაცარიელდა. ადამიანს სინანულის თავიც აღარ აქვს, ძალა აღარ აქვს ტაძარში მოსვლისა, აღარ აქვს სულიერი ცხოვრებისთვის ძალა, სამსახურმა, მონურმა სამსახურმა და უამრავმა, ანუ როგორ გითხრათ იცი, ანუ უგუნურმა, როგორ გითხრათ იცი, აი უგუნურად განმკარგველმა საკუთარი ისე იგი ძალებისა და საკუთარი სიმდიდრისა, რაც ადამიანს აქვს, აი ესე კარგავს ადამიანი ამ ძალებს, რომ ძალა აღარ ყოფნის საკუთარი სულიერი ცხოვრებისთვისაც კი. აი ბოლოს ვისაც ყოფნის ცოტა ძალები, ვინ შემონარჩუნდა ეხლა ეკლესიაში, ანუ ვინც, ანუ კიდევ ვიძახი, სულიერი ცხოვრება მათ ვერ ვასწავლეთ თავიდან, ანუ არ იციან ეს სულიერი ცხოვრება, იმდენად არიან ჩართულები, ახალგაზრდები მათ შორის, იმდენად არიან ჩართულები ამ წუთისოფლისეულ საქმეებში, რომ საკუთარი სულისთვის ვერ იცლიან და როცა ვერ იცლიან საკუთარი სულისთვის, სამწუხარო ძალები არ ყოფნით. აი დადიან ტაძარში და ერთადერთი მოვა აღსარებას გაბარებს და ვერ არც იცის რას გაბარებს. აი დაღლილი ადამიანი, რომელიც ყურადღებაც კი აღარ აქვს. ანუ აი უნარიც აღარ აქვს ყურადღება ქონდეს საკუთარი სულისთვის, იმდენად გამოცლილია, იმდენად დაცლილია ადამიანი სულიერად. და ამას ვინ აკეთებს, ანუ ამას აკეთებენ აი გარშემო, წეღარაც გითხარით, იდეოლოგიით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც ამის ძალას არ გაძლევენ, ამის დროს და ამის მოკლედ საშუალებას არ აძლევენ ადამიანს. და ეხლა ნახეთ რა ხდება, ანუ საბოლოო ჯამში, ხო? ჩვენ ცხოვრობთ აი ამ მომენტით და სვავთ კითხვას, აი მე ყველას გისვამთ კითხვას, ესე გვინდა რომ გავაგრძელოთ? ანუ ესე უძალოთ, ესე რაღაცა შინაგანი სიცარიელით, შინაგანი გამოფიტულობით, გადაღლილობით, როდესაც მართლმადიდებლობა სიხარულს კი არ განიჭერს ადამიანს, რაღაცა აი ტვირთად გაწევს, რაღაცა აი შინაგანი სიხარული არ არის, რაღაცა შემართება არ არის, ძალები არ არის. თუ არის ეს შემართება და ძალები არის მხოლოდ და მხოლოდ რით იცი, აი გარეგნულ ფორმებზე გადატანილი, აი იქ წავიდეთ, ეს გავაკეთოთ, ანუ ძალები არ გჭირდებათ, განა რომ აი შინაგანი სიმყარე რო იგრძნოთ არ გინდათ? აი რაღაცა შინაგანი სიხარული, შინაგანი ძალა, ის
აი ადამიანს რო დაუდგები გვერდით და საოცარი ძალა რო აქვს, აი რაღაცა ესეთი, აი საოცარი შინაგანი სულიერი ძალა, განა ეს არ გინდათ. და ამიტომ კიდე გეუბნებით, რა ჩვენს გარშემო დღეს ხდება, თუ კი ჩვენ ამას არ ვისწავლით, ჩვენ ამის გარეშე დავჩებით. რითი დავიწყეთ? წეღან რითი დავიწყე მე? რითი დავიწყეთ საუბარი? ჩვენ აი დაგვანაწილებენ. თვითონ ეკლესიაშივე, ნახეთ როგორ ხდება, აი ხან დაპირისპირება, ხან ის არის, დაგანაწილებენ. ერთი გეტყვის ჩემთან უნდა იყო, მეორე გეტყვის ჩემთან უნდა იყო, მესამე გეტყვის აქ უნდა იყო, მეოთხე გეტყვის აქ უნდა იდგე და ადამიანი ვეღარ იგებ რა გააკეთო, რატო? იმიტომ რომ შინაგანი ღერძი არ აქვს. ქრისტე არ არის გულში, ქრისტე ცენტრული არ არის. შენი სული, რომელიც ისა ნაგვით არის სავსე, შენი უпростоრედ შენი გული ნაგვით არის ადამიანისა სავსე და სული მთლიანად მიყრილი აქვს, ეს კვართი არის აი სადღაც გდია ესე და შენ მოკლედ მაინც აქეთ იქ კვართის ძებნას კი არ გაძლევენ რომ მიდი კვართი მოძებნე, ჯერ რას თავარია, კი არ გეუნებიან. მართლა ვისაც უყვარ ხარ, ხო ამას გეტყვის. აი მართლა ვისაც ქრისტიანი უყვარ ხარ, ხო მაგას გეტყვის, ხო რომ მიდი გეხვეწები კვართი მოძებნე რა. ეგ არის შენთვის მნიშვნელოვანი. მიდი არაუშავს დანარჩენი, ჯერ კვართი მოძებნე. არა, გარშემო დგანან ადამიანები და ესე ფატრავენ, გეუნებია რომ აქ მოდი რა, ეს უნდა იყოს, აქ უნდა იყო, იქ უნდა იყო და ამ მდგომარეობაში ვარ ჩვენ. ამიტომ წლების განმავლობაში სამწუხაროდ ჩვენ სულიერი ცხოვრება ვერ ვისწავლეთ. არა და კიდე გეუბნებით, ამის გარეშე ცხონება არ არსებობს ხალხო, არც ცხონება არსებობს და მეორე აქაც ვერ იქნება. ხო ხედავთ, ეკლესიაში ხალხმა მოიკლო, ხო ხედავთ, განსაცდელები მოდის, შიგნითაც ეკლესიის წიაღში, ეს ყოველთვის ყოფილა, რამე ახალი კი არ ხდება. ეკლესიის წიაღში განსაცდელები, ერის წინაშე განსაცდელები, უამრავი განსაცდებია, ჩვენ ყოფით ცხოვრებაში უამრავი საჭიროება გვაქვს, უამრავი განსაცდელები. ვეღარ უძლებს ადამიანი. ვერ უძლებს, ხო ხედავთ, ვერ უძლებთ ამას, ხო? და ადამიანს აი ხა მე მახსენდება ადრე, ისე იგი ესეთი ის იყო, რომ აი რაღაცა პრობლემა მქონდა, სულიერი პრობლემა მქონდა რაღაცა და როდესაც ვიკითხე, აი მე თქვი, აი რა გავაკეთო, ჯერ ეს ერის ადამიანი ვიყავ ეკლესიაში და დავდიოდი და რა გავაკეთო მე თქვი და აი მოდი ჩვენთან ერთად იყავი და ჩვენ ახლა აი ისე იგი რაღაცა მუშაობთ, რაღაცა ისე იგი რაღაცას ვაშენებდით რა, ესე რომ ვთქვათ, საეკლესიო წიაღში და მოდი ჩვენს გვერდით იყავი და ყველაფერი კარგად იქნება. ის აშენებას დამთავრდა, მაგრამ ეს პრობლემა არ მომიგვარდა, მიხვდით? აი ამაზე მაქვს საუბარი, რომ ცუდი საქმე კი არ გავაკეთეთ. საეკლესიო ნაგებობა ავაგეთ, იქ ტაძარი ავაშენეთ, ის ავაშენეთ, ეს ავაშენეთ, ის გაკეთდა და ეს გაკეთდა, მაგრამ თავარი ნახეთ, მე ის პრობლემა ისევ დამრჩა. მე სულის სიმძიმე ისევ დამრჩა. მე ის პრობლემა შინაგანი ისევ დამრჩა. აი ეს ვერ მოახერხეთ ჩვენ, მიხვდით რა არის? რომ ჩვენ ადამიანებს სულიერი ცხოვრება ვერ ვასწავლეთ და ვერ უთხარით რომ ის რომ ჩვენ მაგალითად სადღაც ერთიანად ვერთიანდები და რაღაცას ვაკეთებთ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ შენ კვართს ეძებ იქ. ეს არ ნიშნავს იმას რომ შენ ეს ძალები იქ გადაიტანო სუმთლიანად ეს ძალები და იმის იმედად რომ ეს გაკეთებული გარეგნული საქმე სულს გაპოვნინებს. აქ თუ დაუთმებ შენ დროს, მაგ დროს კვართს იპოვი, ვერ იპოვი კვართს, გამიგეთ რა არის. უნდა მოახერხო ადამიანმა, რომ მთელი დიდი ძალები, უფრო უმეტესობა ძალებისა, სულიერ ცხოვრებას, კვართის ძებნას, სულის გულის გაწმენდას და სულის პოვნას, სულის ისე იგი გაცოცხლებას მოანდომო და დანარჩენი რაც დარჩება, მე მიხედი იმ საქმესაც, რომელსაც საეკლესიო საქმე ქვია, კეთილი საქმე ქვია, ის რაც გარეგნული ფორმები არის მსახურებისა, ისიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ 90% და 95%-ს უთმობთ ამ ყველაფერს და აქეთ არ გვჩება საერთოდ არანაირი არც ძალა, არც დრო და არც სურვილი აღარ აქვს ადამიანს. სამწუხაროდ სურვილიც კი აღარ აქვს ადამიანს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დაგვაჯერეს და ჩვენ დავიჯერეთ უпростоრედ. აი მითებზე რომ საუბრობთ ხოლმე, ჩვენ დავიჯერეთ ის რომ თურმე მე რომ მივდივარ იქ და რაღაცა ფიზიკურად რაღაცას ვაკეთებ, შრომობ, იმაშვები, რა თქმა უნდა თავისთავად კარგია, მაგრამ ჩვენ დავიჯერეთ რომ ეგ არის სულიერი ცხოვრება. სადღაც რომ მივდივარ და ფიზიკურად შრომობ, რაღაცას ვაკეთებ, ეს არის თითქოს სულიერი.
ანუ რა მინდა თქვა, ეს არის საშუალება სულიერი ცხოვრების უფრო ანუ შემოქმედებითი უნარის გაფართოების ადამიანისა, რომ სულიერი ანუ სულმა შემოქმედებითი უნარი, რომელიც აქვს, გააფართოვოს და მრავალფეროვანი გახადოს, ოღონდ მაშინ, როდესაც მთავარ საქმეს არ მოწყდება, მთავარ სულიერ საქმეს როდესაც არ მოწყდება. და ამიტომ ჩვენ რა მივიღეთ, ადამიანები, რომლებიც ანუ თაობა, რამდენი თაობა იყო, გარდაიცვალნენ ადამიანები, რომლებმაც სულიერი ცხოვრება ვერც კი დაიწყეს. და ჩვენ მათ რა უთხარით პირობითად? ანუ ჩვენ ვიცით, რომ ისინი ცხონდნენ? აი მითხარით, აი პირობითად ავიღოთ ადამიანი, რომელიც თუნდაც ეკლესიას აშენებს, ან ფული აქვს, რაღაცა ფულს დებს იქა და შესაწირს აკეთებს, ან თვითონ იქ მუშაობს, მაგრამ სული, ანუ თვითონ მრუშობს, ლოთობს, ნარკომანობს, რაღაც. ანუ მითხარით, ეს ადამიანი ცხონდება? ვერ ცხონდება, თვითონ ტაძრის კურთხევის ლოცვაში წერია ეს, რომ თავარიო შინაგანი ჯერო აღმაშენებელნი შინაგანი ტაძრისა უნდა ვიყოთ. აი ეს პრობლემა გვაქვს გამიგეთ ჩვენ და დღეს მაინც მე არ ვიძახი იმას, რომ რაც ვაკეთეთ ის ცუდი იყო. რაც ვაკეთეთ, მაგრამ დღეს ხო მაინც უნდა ამაზე საუბარი მაინც ხო უნდა დავიწყოთ. რომ მოვემზადოთ ადამიანები უკვე ცხონებისთვის, ხო? აი ცხონება ვისწავლოთ, ანუ სულიერი ცხოვრება და ვისწავლოთ, რომ ცხონებაში ადამიანი ცხონდეს. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი და აი ახლა მე ძალიან მოკლედ გეტყვით, მე დაწვრილებით, რაზეც მე ვისაუბრებთ, ამის მე რაც საუბარი გვექნება, აი აქ იქნება აგებული, ამაზე იქნება, ამ სქემაზე იქნება აგებული. როგორ შემოდის ადამიანში ცოდვა, საიდან იწყება, სად უნდა ვიყვეთ ყურადღებით. ანუ რეალურად რო ვისწავლოთ ცოდვა, ვიღაცა რაღაცებს გველაპარაკება, მთავარი საკეთებელი, ანუ კვართის ძებნა და სულის ანუ გულის გაწმენდა და სულის გამოცოცხლება რო არ სულ მუდმივად ამ პროცესში რო ვიყვეთ ადამიანები. პირველი, საიდან მოდის ფიქრი? ანუ ადამიანის ინტელექტი ყველაზე როგორ გითხრათ, იცი, ძლიერი მექანიზმია, მაგრამ ამავე დროს ყველაზე თავშეუკავებელია. ჩვენში ყველაზე თავშეუკავებელი არის ადამიანის ინტელექტი. ანუ დაფრინავს ყველგან და ყველაფრის გამოძიება უნდა. ამიტომ გვახსოვდეს, ბოროტი სული პირველ რიგში მოდის ინტელექტთან. აი ევასთან ზუსტად ინტელექტუალურად მოვიდა. გონით ნაწილთან კი არა, ინტელექტუალურ ნაწილთან, ანუ განმრჯელობით ნაწილთან, რომლითაც სამყაროს იმეცნებს ადამიანი. ამ დროს მოდის და ამას ქვია პირველ ნაწილს ქვია დაზვერვა. ანუ ბოროტი სული დაზვერავს ადამიანს და გაიხსენეთ სახარებაში რო წერია, ბოროტის სული როდესაც გადის ადამიანისგანო, მიმოვალ სულწყულ ადგილებში და მერე ბრუნდებაო და ნახავს, ანუ მოიკითხავსო, რა მდგომარეობაში ადამიანის სულიო და მერე რას იძახის, თუ მოლაგებულს ნახავსო, მოლაგებული მისთვის მოლაგებულს, ანუ მისთვის ხელსაყრელ მდგომარეობას ნახავს, წავაო და 7-8-ზე მასზე უბოროტეს სულს მოიყვანსო და ჩასახლდებიან ადამიანშიო და ამ ადამიანისთვისო უკანასკნელი, ანუ რაც დაემართება, იმაზე უარესი იქნება, ვიდრე მანამდე ჭირდაო. ანუ ნახეთ, პირველი არის დაზვერვა. ბოროტი მოდის დასაზვერად და რაღაცა, ანუ ფიქრებით მოდის. ანუ აი დაგზვერავს და ფიქრს გამოგიგზავნის. თუ ადამიანში ეს მაგნიტი, ესე რო თქვა, ნაწილაკი ჩემი არის უი, ხო, მინდა მაგაზე ფიქრი. აბა ერთი მომაწოდე ეგ ფიქრი. ანუ რო იცოდეთ ზოგადად, ჩვენი ფიქრები ჩვენ არა ვართ. ფიქრები გარედან მოდის, არის კეთილი ფიქრები, სათნო ფიქრები, რომელსაც ღმერთი უგზავნის ადამიანს და არის ბოროტი ფიქრები და მაღნე ფიქრები, რომელსაც ბოროტის სული უგზავნის ადამიანს. ამიტომ ადამიანის მთავარი სათნოება რა არის? გარჩევადობა. გავარჩიო ბოროტი და კეთილი. ანტონი დიდი რასაც იძახის, რომ მე გავარჩიო ესა კეთილია თუ ბოროტი და ბოროტმა რა იცის? ბოროტი ეგრევე ბოროტ ფიქს კი არ გიგზავნის, თავარი რაც არის შეფარულად გიგზავნის. შეფარულად გამოგიგზავნის, ანუ ანტიქრისტე რაც ნიშნავს? ანტიქრისტე არის მსგავსი. ანუ კეთილის მსგავსია, მაგრამ უნდა შეამჩნიო, რომ ამაში ბოროტება არის. ანუ პირველი ნაწილი ეს არის დაზვერვა. ბოროტის სული დაზვერავს ადამიანს და ისე იგი ფიქრით შემოდის ადამიანში. მეორე ნაწილი რა არის? ადამიანი უკვე ეს ფიქრი თუ მივიღე, მერე იწყება გასაუბრება. ადამიანი იწყებს მასთან გასაუბრებას. აბა გაიხსენეთ ფიქრი, რომ შემოვიდა,
მე რას ვიწყებ? ანუ ის ფიქრი და ჩემი ფიქრი, ანუ ესე ვთქვი, ის ფიქრი ჩემი შინაგანი მდგომარეობა ხდება და ჩემი ინტელექტუალური ნაწილი იწყებს მის გაფართოვებას. ანუ მასზე ფიქრს, მასზე უკვე რაღაცა მსჯელობას და ამას ქვია მეორე ნაწილს დათანხმება. ანუ თანახმა ხარ უკვე ადამიანი, ჩვენ თანხმდებით იმაზე, რომ შემოვიდა ეს ბოროტი ფიქრი, ჩვენ მასთან მოკლედ კომუნიკაციას ვაყენებთ და ჩვენ ვიწყებთ მასზე ფიქრს. გაიხსენეთ ახლა, ყველა თქვენთაგანზე ვსაუბრობ ამას. ყველა ჩვენთაგანზე ვსაუბრობ, როგორც ხდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ იმდენად არასულიერად ცხოვრობთ, რომ ამას ვერც ვამჩნევთ. ჩვენ არ ვიცით ეს როგორ შევამჩნიოთ, ისე იგი გარჩევადობა არა გვაქვს. ფიქრობთ ყველაზე და ყველაფერზე და ნახეთ რას ნიშნავს ფსიქიური შეშლა და რას ნიშნავს ანუ ადამიანი, რომელსაც ესეთი პრობლემები აქვს, ნევროპათოლოგი რო ჭირდება და ფსიქიური პრობლემები რო ეწყება, როდის ეწყება ადამიანს? როდესაც ვეღარ აკონტროლებს რა ფიქრები მოსდის და რაზე ფიქრობს. ანუ იმდენად იქოქება მისი ფსიქიკა და მისი ტვინი, იმდენად სწრაფად მოქმედებს და სწრაფად უკვე ვეღარ არჩევს რა არ მიიღოს და რა მიიღოს. ანუ ვეღარ უკონტროლო როცა ხდება, ეს არის ფსიქიური აშლილობა ადამიანის. ამიტომ ცოდვა პირდაპირ კავშირშია ადამიანის ფსიქიკასთან და ფსიქიურ აშლილობასთან. ანუ მეორე ნაწილი ეს არის დათანხმება. ადამიანი ეთანხმება შემოსულ ნაწილს და მესამე რა არის? ნახეთ, როდესაც დავეთანხმე, მესამე ნაწილი შემოდის ტკბობა. აი, რისი ტკბობა, იცი? ვა, რა მაგარი რაღაც მომაფიქრდა. ვახ, რა კარგია ეს. აი ეს არის, ანუ აი შინაგანად ფიქრობ უკვე ადამიანი, რომ აი რა მაგარია და ნახეთ ეს რითი ხასიათდება, იცი? მე ვარ ღმერთი. ნახეთ ევას რაც დაემართა და ჩვენს გვემართება ეს. ნახე, მე ვარ, მე მოვიფიქრე, რა მაგარია. ისე იგი მე ვარ, ანუ ნახეთ აღარ ვაყენებ არავის. ეს ფიქრი ნეტა სწორია თუ არ არის სწორი, ვინ უნდა განსაზღვროს? ღმერთმა. და თუ კი უკვე ღმერთთან მე ეს ფიქრი, რომელიც მე ვიფიქრე, ღმერთთან მიმართებაში არ დავაყენე, მაშინ მე ვარ ღმერთი. ანუ მე ვფიქრობ ამაზე, ანუ ადამიანის მესამე ნაწილი არის, როდესაც უკვე მთლიანად შეპყრობილი ეგოიზმში ვარდება ადამიანი, ეგოისტია და გამომდინარე აქედან, ანუ მე ვარ ღმერთი. მესამე ნაწილი ეს არის ტკბობა. ადამიანი ტკბება საკუთარი ღმერთობით, რომ მე ეს ვიცი, მე ეს შემიძლია, მე ამის გაკეთება შემიძლია. ეს არის პირველი სამი საფეხური, იცოდეთ, პირველი სამი საფეხური, როდესაც ანუ აი პირველი რითიც შემოდის ადამიანში ეს ცოდვა და მეოთხე ნაწილი, როდესაც ადამიანის ისე იგი მთელმა ამ გონითმა ნაწილმა და ამ იმან ისე იგი ინტელექტუალურმა ნაწილმა ეს ფიქრი, მოკლედ დაატკბა ამ ყველაფრით და საკუთარი ღმერთობა დაიჯერა, მესამე ნაწილი არის უკვე ხორცის აღძვრა, ანუ განხურვებას ვეძახით ხოლმე. ხორცის განხურვება ახსარებაში წერია ესე და ანუ ხორცის აღძვრა. უკვე ნახეთ რა შვება, აიყოლიებს უკვე სხეულს. ადამიანის სხეულის აყოლიებაც ხდება. ნახეთ რა არის, ანუ მე რომ რაღაცა მაგალითად მომაფიქრდა, რომ ცუდი უნდა ვთქვა, მე გამოვიყენე უკვე სხეულს ვიყენებ, ენას ვიყენებ იმისთვის, რომ ვთქვა. ანუ ნახეთ სხეულის გამოყენება, ანუ განხურვება სხეულისა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უკვე სხეულს იყენებს, ანუ სხეულს გადაეცა. ანუ იქ არსებული ცოდვა, რომელიც უფრო სულიერი ცოდვა არის, სულმა გადასცა სხეულს, უკვე განხურვება მოხდა ადამიანის სხეულისა და მეხუთე ნაწილი ეს არის უკვე დამონება, ანუ დანებება არის. ადამიანი უკვე თითქმის უჭირს იქით უკვე დანებებას აკეთებს. ანუ აი ნებდება უკვე ამ მდგომარეობას და ამას ქვია დამონება, ანუ დამონების მდგომარეობა. მეხუთე ნაწილი უკვე აქ ადამიანი თავისთავად ისე იგი ერთ ნაბიჯია რასთან, მეექვსე ნაწილია უკვე დაცემა, უკვე საქმით აღსრულება რაღაცისა. ანუ აი გახსოვთ მაცხოვარი ძაღლის დამონებაზე, რომ ყოველმა რომელმა ქმნეს ცოდვა, მონას იგი ცოდვისა. ამიტომ აი ნახეთ მეხუთე ნაწილი ეს არის დამონება, უკვე ადამიანი დამონებულია ამ მდგომარეობას და მეექვსე ნაწილი უკვე დაცემა. მერე უკვე ადამიანი აღასრულებს ამას. ეცემა ადამიანი უკვე საქმით აღასრულებს ამას. თქვენ გონიათ მორჩა ესა? არ რჩება ეს ყველაფერი. ამაზე მერე აი ხო გეუბნებით საუბარი როგორ იქნება, ეს დაიმახსოვრეთ ყველამ კარგად. რომ მერე დანარჩენი საუბარი სულიერი ცხოვრება რაც არის, ხო?
მერე დანარჩენზე რასაც გვექნება, ეს ყოველთვის გახსოვდეთ და გაიხსენეთ ხოლმე. მეშვიდე ნაწილი არის კიდე. ამაზე კი არ ჩერდება ადამიანი. გონია რომ დაეცა ადამიანი, ამაზე ჩერდება, არა. მეექვსე ნაწილი არის სხვისი ცოდვაში დაყოლიება. ნახეთ, ბოროტი კი არ ჩერდება. ბოროტს ის კი არა, მარტო ის კი არ უნდა რომ შენ დარეცე, არამედ შენ იარაღი უნდა გახდე მის ხელში. იარაღი უნდა გახდე მის ხელში და აუცილებლად სხვა უნდა დაიყოლიო იგივე ცოდვაში. აი წეღარაზე ვისაუბრეთ. ადამიანი თვითონ ცოდვაში ცხოვრობს, არ ებრძოლება არანაირად, არანაირად არ ებრძოლება ცოდვას და ამავე დროს შენს გიბიძგებს ამისკენ. შენ კი არ ებრძოლო ადამიანი ცოდვას, არამედ მოკლედ მოდი მოხედე აქეთ, ერთად ვცოდოთ. ერთად ცოდვაზე არ ვიფიქროთ, ერთად ვიცხოვროთ ასე. ამიტომ მეშვიდე ნაწილი ეს არის სხვა ადამიანის, ისე იგი დაყოლიება ცოდვაში, მომხრის ძებნა. აი ნახეთ ახლა როგორ არის ხოლმე ადამიანები გადახედეთ ახლა საეკლესიო ცხოვრებაში, აქტივობა თუნდაც დღეს აი ზოგი სასულიერო პირისა, რომელიც რაღაცა ცდილობს, რომ ადამიანები გახადოს მისი მომხრე. აი ეს ამით დაახასიათეთ ხოლმე, თუ ადამიანი ცდილობს, რომ მისი მომხრე გახდეს ვინმე, გახსოვდეთ, რომ ის ადამიანი ცოდვაშია და ვნებაშია. მასში ეს ვნება. მას კი არ უნდა რომ ქრისტიანი იყო ადამიანი, აი რაზეც საუბრობთ ახლა, რომ ქრისტე იპოვო და შენი კვართი იპოვო და შენი სული გამოინთავისუფლო და სულიერი ცხოვრება ისწავლო კი არა, არამედ მისი მომხრე უნდა გახდე. და აი ამას ეს გქონდეთ ძალიან იმათ. შეიძლება კიდევ ვიძახი წეგან თქვი, რომ იმდენად ლამაზად მოსჩანდეს ეს, იმდენად აი როგორ გითხრათ ისე აი ვახ, აი მომხრე გახდე იმ ადამიანისა, მე იმისიანი ვარ, აი მე მაგისი მჯერავს, მე მაგისი მჯერა, ისე იგი ნამდვილი ესეა, აი ეს გახსოვდეთ ყველას, რომ ეს უკვე არის სულიერებას გაცდენილი. როდესაც ადამიანი ვინმე თუ საუბრობს, ნახეთ, ვინმე თუ სულიერ ცხოვრებაზე, სამდელო პირი მით უმეტეს, თუ კი სულიერ ცხოვრებაზე საუბრობს და თქვენ ატყობთ იმას, რომ ის ადამიანი იმ ადამიანს ქრისტესთან კი არ მიყავხართ, არამედ საკუთარ, ისე იგი მომხრეთა ჯგუფში გწერთ, მისი მომხრე უნდა იყოს და თუ ადამიანებს განწყობა ეუფლება იმისა, რომ მე ამისიანი ვარ, ამის მომხრე ვარ, ეს არის და ადამიანს ქრისტიანობა კი არ უნდება, სულიერი ცხოვრება კი არ უნდება, სულის გაწმენდა და გასუფთავება, გულის გაწმენდა და სულის გამოღვიძება და გამოცოცხლება კი არ უნდება, საკუთარი ესე იგი გათხრილი და აი შეკუჭული კვართის ძებნა კი არ უნდება, არამედ მისი პირადი მომხრეები, რაც თავარია, ბევრი ადამიანი იყოს მისი მომხრე, გახსოვდეთ, აი გახსოვდეთ ყველას, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, რა იერარქიულ სიმაღლეზეც არ უნდა იყოს, თუ კი ადამიანის მოღვაწეობა, ადამიანის ცხოვრება არ გვიბიძგებს ჩვენ ქრისტეს ძიებისკენ, ქრისტეცენტრულობისკენ, საკუთარი ცოდვის დაძლევისკენ, ხშირად უხერხულისი ხშირად აი როგორც ექიმი ესე რო ვთქვათ, აი ლანცეტით რომ მუშაობს, მაგრამ გადასარჩენად ადამიანისა ტკენს კიდე შეიძლება ტკივა ადამიანს, მაგრამ საჭიროა მისთვის, თუ კი ადამიანი ნებისმიერი სასულიერო პირი, მათ შორის ყველაზე მეტად სასულიერო პირი, აი სასულიერო პირის საუბარი ამისკენ არ მიდის და შენ სულიერი ცხოვრება არ გინდება და სულიერი ცხოვრებისკენ ყურადღების გამახვილება არ გინდება, არამედ ვინმესიანი ხდები და მისიანი და მისი მომხრე ხდები, დაიმახსოვრეთ, რომ აქ არის უნება, აქ არის ეს მეშვიდე ნაწილი, რომელიც მანამდე არსებული ცოდვების შეუმჩნევლად შემოვიდა და უკვე ამ მდგომარეობაშია ადამიანი, როდესაც სხვისი ცოდვაში დაყოლიება სურს და მომხრეებს ეძებენ, მომხრის ძიება. ქრისტესთან, ეკლესიაში ჩვენ ვართ ყველანი ქრისტესიანები და ჩვენ ვართ ყველანი თუ ამის თქმა შეიძლება ქრისტეს მომხრეები. ჩვენ არავინ არ ყავს სხვა ისეთი ავტორიტეტი, ესე რომ ვთქვათ, პირდაპირი გაგებით, როგორც ყავს ჩვენ ქრისტია პირველი და ქრისტესთან უნდა ვიყოთ და მათ შორის მამებთან, წმინდა მამებთან და იმ ადამიანებთან მათ შორის, რომელთაც ქრისტესთან მივყავართ და წმინდა მამათა სწავლებებისკენ მოგვიწოდებენ და მათი სწავლებით გვატარებენ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მომხრეები
ესე რომ ვთქვათ, მომხრეები ვისაც უჩდება, გახსოვდეთ, რომ აქ ძალიან ცუდი მდგომარეობა. მომხრეები ჩვენ არ უნდა იყოს, ანუ მომხრეობა არ არის. ანუ ჩვენ ვართ ქრისტესიანები და თუ ქრისტესკენ მივდივართ, მაშინ ჩვენ აუცილებლად ერთმანეთს ვიპოვით. ჩვენ აუცილებლად ერთმანეთს ვიპოვით ბარძიმთან. ეკლესიაში წმინდა ბარძიმთან შევიკრიბებით ჩვენ ყველანი იქ აუცილებლად. იქ ვიპოვით ერთმანეთს. ჩვენ ქრისტესთან რა წამს მივუახლოვდებით ერთმანეთს, ქრისტეს თუ უახლოვდებით, ჩვენ ყველანი ერთმანეთს უახლოვდებით მერე, მაგრამ თუ სულით ქრისტესთან არა ვარ და ქრისტეცენტრული არ არის ადამიანი, მაშინ ჩვენ ერთმანეთს ვკარგავთ და ვერაფერი ვერ გაგვაერთიანებს. ამ დროს იწყება მომხრეები. იმის მომხრე, ამის მომხრე, იმიტომ რომ ქრისტესთან არ მივდივართ, პირიქით ქრისტეს ვცილდებით და რო ვცილდებით მივიყოლებთ ჩვენ უკან იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი მომხრეები არიან. აი ეს არის თავი, ჩვენი მომხრეებს მივიყოლებთ, ქრისტეს ვაცილებთ ჩვენ. ჩვენ მივდივართ და ქრისტესაც ვაცილებთ, მოკლედ, მაგრამ ამ დროს მაინც ილუზია აქვს ადამიანს იმისი, რომ ქრისტესთან მიყავს ადამიანები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამიტომ ხშირ შემთხვევაში მრევლის წინაშე არაპოპულარული ხდებიან ხოლმე სასულიერო პირები, რომლებიც სულიერ ცხოვრებისკენ მიუძღვებიან ადამიანს და ეუბნებიან, რომ სულიერი ცხოვრება არის მთავარი და მნიშვნელოვანი, ამას არ გადაუხვიო, ეს არ მოწონს ადამიანებს და აი მეხუთე, ანუ ბოლო უпроსწორად ბოდის გიხდით, მერვე ნაწილი, ხო გეგონათ დამთავრდა, მერვე ნაწილი არის უკვე ერთობლივი ცოდვა. აი ეს უკვე არის, ოდესაც ადამიანები მომხრეები ვინც არიან, არა მხოლოდ მომხრეები და ერთიანად მიექანებიან ისე რომ თვითონაც ვერ ხვდებიან, ისე მიექანებიან, მოკლედ აი ამ ცოდვის მდგომარეობისაკენ. ამიტომ აი ვიცოდეთ ყველამ კარგად ვიცოდეთ ყველამ, რომ აი ეს არის სულიერი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები, რომ თუ ჩვენ ამას, აი ხო გეუბნებით, ამას არ მივაქცევთ ყურადღებას, თუ კი ჩვენ აი ამას ფიქრს, გასაუბრებას, ტკბობას, განხურვებას, დამონებას, დაცემას, სვისით ცოდვაში ჩაყოლიებას და ერთობლივ ცოდვას, აი ეს დაიმახსოვრეთ, 8 პუნქტი არის. უნდა იცოდე ქრისტიანმა ადამიანმა სად გაჩერდე. გამიგეთ, ფიქრი რომ მოვა, იქვე უნდა გაჩერდე. აი ეს არის ცოდვამდე თუ გინდა ადამიანმა, ანუ ისე რომ ცოდვა არ ჩაიდინო, მაგრამ თუ ფიქრი დაუშვი, აქ კიდე შეიძლება გაჩერდე. თუ გასაუბრებაში შეხვედი, კიდე შეიძლება იმ გასაუბრებიდანაც გამოხვიდე. მაგრამ თუ უღოც ბევრი უფრო მეტი ძალა დაჭირდება. თუ ტკბობაში შეხვედი, აქედან უფრო მეტი ძალა დაგჭირდება რომ გამოხვიდე. და განხურვებაში თუ ჩახვედი და დამონებაში და დაცემაში, იქიდან ურთულესი ადამიანი გამოხვიდე. აი ეს არის ბოროტი ძალა, მაგიტო დაეცა. გახსოვთ რა სიძახი ბოროტის სული როგორ დაეცა? ანგელოზი როგორ დაეცა პირველი? აი ამ მდგომარე ერთობლივი ცოდვა, ანუ გამოიყოლაო, ხო ესე წერია, ანუ ხო ესია აღწერილი. თვითონ დაეცა და უამრავი ანგელოზი გაიყოლაო უკან. აი ეს არის ზუსტად. ანუ აი ეს მდგომარეობა დაემართა მას და ამიტომ ფაქტობრივად იმას ბოროტ სულს უკან დაბრუნება აღარ შეუძლია. და ადამიანიც რომელიც აი ამას დაეჩვევა, რომ აი ამ 8 საფეხურს ისე გაივლის, რომ არც აქცევს ყურადღებას, ის ჩვეულებრივი ბოროტის სულის ხელშია. და შეიძლება ცხოვრობდეს და მე რა მინდა გითხრათ, იცი? შეიძლება ადამიანი ეკლესიის წევრის იყოს ამ დროს. ამხსარებელი მაზიარებელი. მაგრამ ნახე ძალა არ აქვს. მოდის უბრალოდ და იძახის, აი მე ეს დავაშავე, მე ეს გავაკეთე, მაგრამ ამას კი ვერ განიცდის. ამ მდგომარეობას ვერ განიცდის ის. აი ეს არის სამწუხარო. და სულიერი ცხოვრება კიდე ეგ არის და ადამიანს გონია სულიერი ცხოვრება ის. არა და პირიქით, სულიერი ცხოვრება, ანუ კი რაღაცა სახით კი ბატონო, ეკლესიური ცხოვრება არის და ჩვენ სასულიერო პირები ვეთანხმებით ამაში. ვეთანხმებით ამაში და ვეუბნებით, იცი რა, ხო აი ნუ რაღაცა ხო აბა რა აი მოვიდა და ხო მოვიდა. კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ხალხო, მაგრამ რა სითქმა მინდა იცი? 15 წელია და 20 წელია რომ ტაძარში დადიხართ ადამიანები, დავდივართ ყველანი. განა გვშვენ ის უკვე ესე, ანუ სადღაც ხო უნდა აი ქრისტეს გულისათვის ხო უნდა იმას ავქნათ რაღაცა, გავხდეთ უკეთესები, ხო?
აი რაღაცა მინდა სანამ დავასრულებ, ამითი მინდა დავასრულო. ბასილი დიდის ოგანახეთ, ანუ წიგნი რო გამოვიდა მეთქი, აი ეს მეუფე შიოსიმითია გამოსული, მოკლედ ესე იგი ლოცვა კურთხევით არის და მისი ანუ ფონდი არის შექმნილი საპატრიარქოში, მისი დაფინანსებით არის გამოსული და რა საოცარ სიტყვებს იძახის ბასილი დიდი, იცი? აი რავი არ ვიცი, აი მოკლედ მე თვითონვე აგიხსენებთ ეხლა წაკითხვიდან გამომდინარე, უბრალოდო ისე იგიო მეო რო ასეთი ვარო და ბოროტს რო ისე იგი ვემორჩილებიო ღმერთსაო, ანუ ნახე როგორ სამარცხვინოს, ანუ საყვედრელს ხვდიო ღმერთსაო, ბოროტი სულისაო, აგე რასეუნებაო ამ დროს ბოროტე, აგე შენი შექმნილი ადამიანი, აგე შენი ღვთის ხატი ადამიანი, ნახე როგორ ამყავს დამონებულიო, ნახე როგორ ამყავს, რა დღეში მყავს, ჩაგდე, ეს არის შენი ხატება ადამიანიო, ეს შექმენიო. აი ბასილი დიდი იძახის მაგას, ასაოცრად აღწერს ამასო, მცხვენიაო როცა მაგას წარმოვიდგენო, რომ ბოროტი სულიო ღმერთს ეუბნება პირობითად, რომ აგერ შენი ადამიანი, შენი ისე იგი ადამიანი, რომელიც ხატებად შექმენი, ნახე რა დღეში ჩავაგდე, ის მე უფრო მიჯერებს ვიდრე შენო, ის ვერც კი ამჩნევს ცოდვაში ისე ვაგდებო, ისე მყავ დამონებული, ისე უჯერებს ჩემ ფიქრებს, ისე ემონება ამ ფიქრებს, ისე ცოდავს, ისე ჩაიყოლიებს სხვას ამ ცოდვაში, ნახე ჩემია ესო. ხო და ამიტომ აი განცდა არ გეუფლებათ იმისი, რომ ბიჭო როგორ კაცო რა, ქრისტესთვის ხო უნდა ვიბრძოლოთ. აი ქრისტესთვის მებრძოლები, როდისმე ხო უნდა გავხდეთ, თქოს მებრძოლები რა თქმა უნდა პირველ რიგში ცოდვასთან, საკუთარ არასრულყოფილებასთან, რომ ხო არა ვიცი რა, მოკლედ დავიღალე და არ მინდა რა ეს ცოდვის მერე ცხოვრებით. აი მივედი მერე ფურცელი მივაწოდე მამაოს, გასაგებია ესეც შეიძლება, მე ამას კი არ ვარ, ვინმეს კი არ განვიკითხავ, რატო ვაკეთებთ, არა, მაგრამ ბირთვი მაინც. აი ის ვინც დიდი ხანია უკვე ტაძარში ვართ, ისინი აი რაღაცა უფრო წინ ხო უნდა წავიდეთ არა, რაღაცა უფრო ხო უნდა გადავდგათ ნაბიჯები წინ არა. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სადღაც ბრძოლა ხო უნდა დავიწყოთ არა, სადღაც ქრისტესთვის, აი სირცხვილია უბრალოდ ამას ვიძახი. აი ბოროტი სული, ანუ ჩვენით წარმოიდგინე დასცინის ღმერთს, ესე რო თქვა, დასცინის ჩვენით თან. აი მამას რო დასცინებ შვილით. შენ კი ბატონო, მაგრამ რა შენი შვილი შემოხედი აქ, რა დღეში მყავს. ჩემს ხელში არის, ნახე, აი შენი ნაშობი შვილი რა დღეში აქ. ესე იგი წუმპეში მყავს ჩაგდებული და მოკლედ მისი ხატება და რა ის მსგავსება. ნელ-ნელა შენ ხატად შექმნილი მე მსგავსება. ბოროტი ეუნება ესე იგი ღმერთს. რა საშინელება. და ამას კი ვერ ვიაზრებ ჩვენ. აი რა არის ჩვენი საბრძოლველი, რომ ქრისტესთვის უნდა ვიბრძოლოთ, ქრისტე უნდა შევიყვაროთ. ანუ იმან იმდენი რამე გააკეთა ჩვენთვის, რომ მას ეს უნდა დაუბრუნოთ და ჩვენ კი ჩვენს გამო გახსოვთ წმინდა წერილში არის, რომ თქვენი საქციელითო წარმართებშიო ჩემი სახელი იგმობაო. აი ესია, ანუ ღვთის სახელი იგმობა მერე. ანუ ბოროტი სული ღმერთს გმობს და გმობს ჩვენი შემხედვარ და ხარობს მაგითი, რომ ანუ ყველაზე მეტად მისთვის ღვთისთვის საყვარელ არსებას რა დღეში გვაგდებს ჩვენ. და ესე იგი დამონებული ვიყავართ, ესე იგი ამპარტავნებით, ვერცხლის მოყარებით, დიდების მოყარებით, სიამოვნების მოყარებით და ასე შემდეგ მოკლედ. ღმერთმა ძალა მოგცეს მოკლედ აი ამის გააზრებისა და აი რა ვიცი, აი მე ხო გეუბნებით, ჩემი ეს საუბარი არის ხოლმე ზუსტად ამისკენ რა, რომ ვისწავლოთ ხალხო, აი რაღაცა ღმერთთან ყოფნა ვისწავლოთ, შევიყვაროთ ღმერთი, აი მერე შევიყვარდება ეკლესია, შევიყვარდება რავი, ყველაფერი ეკლესიაში, ანუ აი მართლა საოცრება არის ეს ყველაფერი და ჩვენ კიდევ ვერ ვაფასებთ ამას, სათანადოდ ვერ ვაფასებთ, იმიტომ რომ ის რო დააფასო, ღმერთი ქრისტე უნდა გიყვარდეს, იმიტომ რომ მისი სხეული არის ეკლესია. ქრისტეს შეყვარების გარეშე ეკლესიას ვერ შეიყვარებ, შეუძლებელია ვინმემ შეიყვაროს. გახსოვთ, თუ ღმერთი არ არის შენი მამა, ეკლესიაც შენი დედა ვერ იქნება. ამიტომ თუ ღმერთი ქრისტე არ შეიყვარე ადამიანმა, ეკლესიას ვერ შეიყვარებ. ვერც იმ სახურებას შეიყვარებ ადამიანი. იმიტომ რომ ის სახურებაც ქრისტესია და ქრისტე არის. ყველაფერში ქრისტეა, იმიტომ რომ მადლია, სულიწმინდის მადლი არის. და ამიტომ ჩვენ აი უსიყვარულობა გაგვაჩნია, ღმერთის სიყვარული რა გაგვაჩნია. სიყვარული ღმერთს არ გაგვაჩნია თავისთავად, მოყვასი სიყვარულიც არ ვიცით.
არც ეკლესიის სიყვარული ვიცით სათანადო, როგორ უნდა, რას ნიშნავს ეკლესია მიყვარდეს, რას ნიშნავს მსახურება მიყვარდეს, ეს ყველაფერი რას ნიშნავს არ ვიცი და ჩვენივე წარმოდგენილი რაღაცები წლების განმავლობაში, რაც მითები და რაც ესეთი ჩვენი ილუზიები გვაქვს წარმოდგენილი, ეგ არის ჩვენი ყველაფერი და გვენგრევა ხო ხედავთ, ანუ რა მინდა თქვა იცი, ჩვენივე თავში ერთიანად კი არა, ეკლესია იყო, არის და იქნება, ის კლდეზეა დაშენებული. ჩვენში ვიძახი, ანუ ჩვენში ირღვევა ეს რაღაც, ანუ რღვევას განიცდის. წლებია რაღაც ტაძარში ვარ და რაღაცა ზრდა, შინაგანის, ეს არ გვეტყობა ადამიანებს და ჩვენში ვიძახით, ჩვენვე ვიტანჯებით ამით. თქვენ გონიათ ვინმეს ადარდებს შეიძლება ესა? შეიძლება გვერდზე ადამიანი დგას ის თავისას იმაშვება, შეიძლება სულაც არ ადარდებს ვინმეს, იმიტომ რომ ყველა თავის თავს ცდილობს რომ გადაირჩინოს და იცხოვნოს, ხო? ანუ იძულება, ხო? სასופველი იძულების, ვინც იძულებს, ის მიიტაცებს მას და ყველა ცდილობს, მოკლედ რომ თავისასო თვითონ ცხონდეს. და ამიტომ ვიფიქრეთ ამაზე, ამაზე ძალიან კარგად უნდა ვიფიქროთ ჩვენ, რომ სული ხო უნდა ვიცხონოთ, არა? როდესღაც რაღაცა თუ ქრისტიანები ვართ, მაგრამ სერიოზულად ხო უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, ხო? ხო შეიძლება ადამიანი ესე მეორე ხარისხოვნად აღიქონდეს, არა, იდეაში და სიტყვებში რა თქმა უნდა, ვინმე რო კითხოს სიტყვი რა სამო მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა, ეკლესია ის, მაგრამ რეალურად ჩვენ ამას სხვა არ ვაკეთებთ. რომ ღმერთი სხვა რამეს თხოვს, ქრისტე გულს აღთხოვს, ქრისტე კვართის პოვნას აღთხოვს, ქრისტე სულის განთავისუფლებას და გამოცოცხლებას თხოვს და ჩვენ სხვა რამით ვარ დაკავებული. ჩვენ მეუბნებით მოიცა უფალო ჯერ არ მცალია მაგისთვის. და აი მოვიცლი, ხო ვიცლი, ანუ რა, მოვდივარ ეკლესიაში, ახსარება რაღაცა ვამბობ, ხო რაღაცასო წვალობ რა, წვალობ რაღაცას, ხო ხედა უფალო რო წვალობ და უფალი გეუბნება კი ბატონო ხედა რომ ერთი ჭიქა გრილი წყალიც კი თუ დაალინეთ ვინმეს ესეც არ დაგეკარგება თუ, მაგრამ ნუ კიდე გეუბნები თუ კი გული ამპარტავნებით არის ავსე, თუ კი ადამიანი, თუ კი ცოდვით არის ავსე, ვნებებით არის ავსე, თვისებებით არის ავსე, ჩვევებით არის ავსე, ფიქრებით არის ავსე, რანაირად აი მითხარით ამ გულს როგორ, რანაირად ასეთი გული, რანაირად ანუ ასეთ სულს როგორ აცხონებს უფალი, ხო? ნუ ჩვენც ხო ხვდებით რომ რთული. და ამიტომ ხო და რაღაცა დავსერიოზულდეთ უკვე ადამიანები, სერიოზულად მიუდგეთ ამ საკითხს, ხო? და თუ არა ვფიქრობთ მაინც რომ რაღაცა ისე იგი გასაკეთებელი გვაქვს ეს ყოველი. შენდობას გთხოვთ ყველას, მოკლედ, ხან ხო გეუბნებით, არის ხოლმე, როზეც საუბრობ ხოლმე ხშირად რომ ვიღაცას გულის ტკივა, იმიტომ რომ წლები ადამიანი ტაძარში დადის შეიძლება და ვაიმე და ფიქრობს, ამდენი იყო მოსული იცით ჩემთან, აი და ბევრთან მამებთან ალბათ მიდიან რომ მამა აი ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ამდენი წელია ასე ცხოვრობდი და მე მეგონა რომ ეს იყო საკმარისი ცხონებისთვის. რომ აი ამას რომ მუშაობდი და ამას ეს იყო, არ არის ეს საკმარისი. თუ სული არ განიწმინდი ადამიანმა დანარჩენი რაც გინდა აკეთო. ჩემი ახლობელი იყო ერთი რომ აი რაღაცა ოჯახში უსიამოვნება ქონდა და წავიდა და რაღაცა ისეთი აი მონასტრებში და იმას შესაწირები და არიგა ისა ის გააკეთა და ჩამოვიდა და ორ დღეში ისეთი რამე გააკეთა ოჯახში რომ რავი ჩამოინგრა ყველაფერი თავზე და მითხარით ახლა იქ რო წავიდა და რამე გააკეთა უშველა არ უშველა იმან ხო იმიტომ რომ თუ სულიერი აქტი არ აღასრულე ადამიანმა თუ თავმდაბლობა ანუ თუ კი პატიება თავმდაბლობა ის არის სწავლე ადამიანმა აი მითხარით აბა რა აზრი აქვს რაც გინდა აკეთე გარეგნულად ხშირად არის ხოლმე დღეს სახარებაში წერია რომ აი ისა მშიოდა და მაჭამეთ მწყუროდა და მასვით შიშველი ვიყავი შემოსეთ საპყრობილეში ვიყავი და მოხვედი ჩემ და სნეული ვიყავი და მინახულეთ ხო მომხედეთ მე ეს გასაგები ადამიანი ამას აკეთებს ამას მოგთხოვთ მაგრამ ამას ნებისმიერი აი ამას გააკეთებს ნებისმიერი ამპარტავანი ადამიანი ამას გააკეთებს ნებისმიერი მრუში ადამიანი ამას გააკეთებს ნებისმიერი ეგოისტი ადამიანი თქვენს ხოლმე რა არის ახლა აქ ისეთ ხო ანუ საკუთარი თავის განსადიდებლად პატივმოყვარე ადამიანი ამას ვერ გააკეთებს ხო გააკეთებს ამას ამიტომ იქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამას და ბიბლიაშიც არის ეს მსაჯულთა წიგნის პირველ თავში არის ამის განმარტება ბატონმა ირაკლი ორჟონიას აი მოусმინეთ კარგი ლექციები არის ლექციები ძველ აღთქმაში ზუსტად ეს აღწერა რომ იქ
ისე იგი ორ მდინარეზეა თავში და ქვემოთ მდინარე არის ამ წყაროებზეა, რომელიც მიწა უნდა მორწყოს და შვილი მივა თან საჯულთან, ანუ მამასთან, რომ მიწა კი მომეციო, მაგრამ მიწა არის ზუსტად ეს საქმეები, რომელიც თქვი, მაგრამ ის წყაროებიც მომეციო. და იქ ერთი წყარო არის ზუსტად ეს, რომ ადამიანს შინაგანად ეს სიმდაბლე უნდა გაგაჩნდეს, ადამიანს სულიერ ცხოვრება უნდა გაგაჩნდეს შინაგან. და მერე ბოლოს არის ეგოიზმი, ანუ ღმერთი რომ თავარია და მნიშვნელოვანია, ეს უნდა დაძლიო. და ახლა კიდევ ვიძახი, ამას ყველა გააკეთებს, თუ მარტო ეს არის ადამიანის ცხონებისთვის, ხო? არ გამოდის ასე. ანუ ადამიანმა უნდა აკეთო ისე, რომ არ იცოდეს შენმა მარცხენამ, რას აკეთებს შენი მარჯვენამ. ეს უკვე სულიერი აქტია. ეს უკვე შინაგანი ის არის, ანუ საკუთარი განდიდების გამო არ არის. ანუ თამდაბლობა უნდა ამას, გულმოწყალება უნდა ამას ნამდვილი. ანუ შინაგანი მორჩილება უნდა ამას. ნამდვილი სიყვარული ჭირდება ამას და ამის გაკეთება ახლა კიდევ მითხარი, შიერის დაპურება შეუძლია თუ არა ამ პარტავან ადამიანს, შეუძლია. მრუშსა შეუძლია. ხო, წყალი რო დაალეინო ვინმე შეუძლია ეს ყველაფერი ვინ ჩამოთვა შეუძლია. ავადმყოფის მონახულება შეუძლია. პატიმრის მონახულება შეუძლია. ანუ უსახკაროს შეფარება და სახში თუნდაც სადღაც იმხელა სახლებია გზოგსა, რომ მოკლედ სადღაც რომ მისცეს ისა გასათენებელი ადგილი ერთ შეუძლია თუ არ შეუძლია, ხო? ხომ ეთანხმებით ამას. შეიძლება ადამიანი ამპარტავანი დარჩეს, მრუში დარჩეს ადამიანი, ისე იგი ეგოისტი დარჩეს და რავი ეს და ანუ აი ამაზეა საუბარი. რომ რა წამს გარეგნულ ფორმებზე გადავიტანთ ამას, რა თქმა უნდა, კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ღმერთი გვეუბნება ადამიანო, შენი გული დამანახე და შენი გული მომეცი. ყველაზე მთავარი მაინტერესებს შენ გულში რა ხდება. ანუ გული რითი არის სავსე. და სული თუ არის იქ, ანუ სული თუ ცოცხალია და თავისუფალია. და სულიერი ცხოვრება თუ მიმდინარეობს, სულიერი მსახურება თუ მიმდინარეობს ამ გულში, ნამდვილი სულიერი მსახურება. გარეგნულ წირვასთან ერთად სულიერი წირვა თუ მიმდინარეობს შენს გულში, გარეგნულ ლოცვების კითხვასთან ერთად სული თუ ლოცულობს, ანუ სულიერი მსახურება თუ აღესრულება გულში. ეს დამანახე ესაა, იმიტომ რომ მე იქ ვარ, ღმერთი იქ არის, სულში მოდის, იქ მოდის. და მე ღმერთი რომ მოდის, ის ღმერთი გაძლევს იმის ძალას და საშუალებას და გიგზავნის იმ თუნდაც იმასაც რა ქვია, სახსრებსაც იმისა, რომ უკვე იმ გულიდან გამომდინარე კეთილი საქმე აღასრულო. მიხვდით, ანუ იქ ღმერთი გაძლევს მაგის საშუალებას. ხო და აი ესაა სულიერი ცხოვრება, თორე გარეგნულად ხო გეუბნებიან უფალიც ხო იძახის ამას. არა ყველამ რომელმა თქვას უფალო შევაცა სასუფეველში. არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემს ანუ მამის, ანუ ღვთის ნებას ვინც აღასრულებს. ანუ ღმერთი უნდა იყოს ანუ სულიერი ცხოვრებაა მნიშვნელოვანი და მთავარი, თორე გარეგნულად კიდევ ვიძახი გადახედეთ, ხო? ხო, დიდარი ადამიანები არიან, უამრავ ადამიანს იმდენი სიმდიდრე აქვს, რა ვიცი, ხა თვალს მოგჭრიან, ზოგი კეთილი უბრალოდ, ხო, რაღაცა ისეთი ბუნებით შეიძლება კეთილი ადამიანი იყოს გარკვეულწილად და იმდენ სიკეთეებს აკეთებენ, რავი, ტაძრებსაც აშენებენ, მონასტრებს აშენებენ, იმებს წირავენ ამას, იმასაც ამასაც, მაგრამ მე სულ ეუბნები ხოლმე, კარგია ეს, აბა გულში ჩაიხედე. გული დამანახე, აბა გული როგორია. გული ხო არ არის ამპარტავნებით სავსე, გული ხო არ არის ისე იგი ეგოიზმით სავსე, თავმომწონეობით სავსე. თავს ხო არ აძლევ ამის, რომ ამას აკეთებ, თავს ხო არ აძლევ უფლებას იმისა, რომ იმრუშო ადამიანმა, იმიტომ რომ ამდენ კეთილ საქმეს აკეთებ და ღმერთი როგორმე მაპატიებს ამასაც. ასე ხო არ ცხოვრობ, აბა შეხედე. და უფალი გეუბნება, მაშინ არ მინდა შენი გაკეთებული, იმიტომ იძახის ისაია წინასწარმეტყველო, თქვენი საკმევლის სუნიო სიმყრალეა ჩემ წინაშე, ყაარსო. თქვენი შესაწირავები რაც არისო, ანუ ისე იგი ისეთი სუნი აზდისო, ანუ ისი ამოდისო ჩემამდე, ისე იგი ყარსო ეს ყველაფერი. ხო სამწუხარო ამასო გეტყვის უფალი, რომ შესაწირს კი აკეთებ, მაგრამ ის შესაწირს რა სუნი უნდა. იმ საკმევას ხო სუნი უნდა ქონდეს, როგორი კეთილსურნელოვანი უნდა იყოს და რა წერია, ხო, სულად სურნელად შეიწირა და ნაცვლად გარდამოგვივლინე მადლის სული წმინდის. ანუ სულიერი მსახურება აქვს ყოველივე და რა მინდა თქვა განა ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ რა გულიდან გამოდის,
რაც სასულიდან გამოდის, ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარი. დღეს ის უფრო ყვირის, ნახეთ, აი მან კეთილი ის გააკეთა, ეს გააკეთა. კარგი აკეთოს ყველაფერი, მაგრამ თქვენც ყველამ, მოწყალება გაეცით, დაეხმარეთ ადამიანებს, მაგრამ არ დაივიწყოთ სულიერი სულის გასუფთავება, განწმენდა და მომზადება მარადიულობისთვის. კეთილი საქმის სწორად კეთება არ დაგავიწყდეთ. აი ეს არის მთავარი. აკეთეთ საქმე, როგორც სწორად აკეთეთ. და მოგერიდებათ, რომ უძლურება შეიძლება ქონდეს. რაღაც ადამიანი ვერ აკეთებს ამას. მე უამრავჯერ ყოფილა, რომ არ არის ძალები. ხან ისე დაუგდივარ ცოდვას და ისე დაუგდივარ ვნებებს, რომ ისე იგი აღარაფრის ძალა არ არის. და ხვდები, რომ რაღაცა მსახურებაც გიჭირს ადამიანს, ლოცვაც გიჭირს, აი ეს ყველაფერი რაც ვისაუბრეთ საკუთარ თავზე გადატანილია ეს ყველაფერი წლების განმავლობაში. მე იმას წიგნებიდან კი არ გესაუბრებით ხოლოდ, არამედ ეს პირადი განცდებია ყველაფერი, პირადად რო გადაიტანე, პირად განცდას კი მამებთან არის ეს ყველაფერი, მაგრამ შენც რო გადაიტან ამ ყველაფერს ეს არის. ხო და ეს ხო სადღაც ხო უნდა ვიბრძოლოთ და უნდა დავამარცხოთ ეს ჩვენი მოკლედ არასწორი მდგომარეობები. მოკლედ ღმერთმა მრავალ ახალ წელს დაგასწროთ კიდევ და კიდევ. დღეს შობის წარგზავნა იყო, მრავალ შობას ასევე დაესწარით და მოკლედ კალანდობას გილოცავთ. მოკლედ ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, რაც თავარია და ღმერთმა დალოცვილი დღეგრძელი და გახარებული გამყოფრო ჩენდობას თქვით ყველას, მოკლედ მომიხსენიეთ, დამლოცეთ, მომიხსენიეთ და ოჯახით, სამრევლოთ და თქვენს გაგახაროთ ღმერთმა და ღმერთმა ძალა მოგცეს სულიერი ცხოვრებისა და კეთილი საქმეთა აღსრულებისა ღვთის სადიდებელად და სული საცხონებლად. ამინ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას.